ну ძალიან ბავშვობაში დავიწყე პროგრამირება, რაღაცა პასკალზე ვწერდი სკოლის პერიოდში, მაშინ წამობეჭდილი მქონდა ფურცელზე, პასკალის რაღაცა პროგრამები და პირდაპირ ვიწერდი რა პროგრამას, კოდს ფურცელზე დაბეჭდილს და უყურებდი რა შევდა. და მე რეგიმდიან ავტომატურში მოდის, რომ რაღაცა სხვანაირს რო იგებ, თავიდან რაღაც ისე გეჩვენება რა. თავიდან სასწავლი რა. მე მგონი პროგრამი 100 მილიონიანი რაღაცა user base-ი შესაძლებელია რომ მონოლითურ აპლიკაციაში იდეალურად მოიმსახუროს მოკლედ ეს ამ ადამიანებს და საერთოდ არის საჭირო კომპლექსურობა და ახალი რაღაც ცალკე ბაზები, ცალკე უბედურებები, ცალკე message broker-ები და ასე შემდეგ. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის დევთერაპის მე-12 ეპიზოდი. დღეს გვყავს განსაკუთრებული სტუმარი Ghost პროგრამირების ენიდან. განსაკუთრებით Ghost community საქართველოში ითხოვდა და ბევრი გვწერდა რომ ამ კონკრეტული მიმართულებით რაღაცას გვესაუბრა. ამიტომაც ალბათ მოიწონებათ და საინტერესო ეპიზოდი გამოგვივა. მით უმეტეს თოკოს აქვს უზარმაზარი გამოცდილება. როდის დაიწყე? ხო, ну დავიწყე, ну ძალიან ბავშვობაში დავიწყე პროგრამირება, რაღაცა პასკალზე ვწერდი სკოლის პერიოდში, მაშინ წამობეჭდილი მქონდა ფურცელზე, პასკალის რაღაცა პროგრამები და პირდაპირ ვიწერდი რა პროგრამას, კოდს ფურცელზე დაბეჭდილს და უყურებდი რა შევდა. მაგრამ პირველი ფული გადამიხადეს 99-ში რა. 99-ში იყო პირველი პროექტი. ფული გადამიხადეს 13 თუ 14 წლის ვიყავი ხო რა. მე მგონი მსგავსი 20 პლუსი გამოცდილებით მარტო მაკი ყავდა ხო წინა ეპიზოდის ნეონს მახსოვს. ხო. საინტერესოა ეს დიალოგი ჩემი აზრით, იმიტომ რომ თორნიკეს გამოცდილი აქვს ძალიან ბევრი ადრეული ხანა დეველოპმენტში, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ მოვედით აქამდე, რა არის მისი კონკრეტული სტეკი და ხო, დავიწყოთ მოგიხარი საიდან დაიწყე, რა იყო პირველი სტეპები და ოკეი, ხო, არა, ოკეი, იმიდან დავიწყებ რა, ეს 99 რო ახსენე ალბათ, ხო, ისეთი ისტორიაა, რომ საიდანღაც ვიღაცამ. Короче, ჩემთვის თამაშობდი სახში HTML რაღაცა საიტები მევასებოდა და იგივეს ვცდილობდი რომ მე თვითონ ამეწყო რა. ეგრევე ვსწავლობდი ყოველ შემთხვევაში ჩემი მეთოდის სწავლის ეგ იყო მაშინ. Recreational program. ხო, ანუ ის არ იყო რაღაცა YouTube-ზე შეხვალ და tutorials ჩაუჯდები ან რაღაცა. არც იყო. ეგეთი რაღაცები არ იყო. Google იხოდებოდა თუ რა ალტავისტას და რაღაცებს ვიყენებდით search-ისთვის. ხო და მოკლედ გაიჩითა რაღაც შეკვეთა და გავაკეთე მის საქართველოს 2000 უნდა ჩატარებულიყო და მაგისი საიტი უნდა გავაკეთოთ და რავი HTML-ი ვიცოდი ცოტა რაღაცა და სურათები მეთქი გამომიგზავნე, ტექსტი გამომიგზავნე, სადღაც FTP-ზე ავტვირთავ რაღაცა იმუშავებს რა. ეგ ავაწყე და ხო, ну, საინტერესო იყო ის, რომ რაღაცა მომენტში, მოკლედ ეს როგორც ყოველთვის პირველივე პროექტზეც ეგ მოხდა, რომ შეიცვალა ამოცანა და მითხრეს, რომ ეხაო ჩვენო ყავსო რაღაც 10 ნომინაცია გვაქვს და 10 ნომინაციიდან ერთ-ერთი ნომინაცია იყო ხალხის რჩეული. და ხალხის რჩეული რო გამოვლინოთ, ხალხმა ხმა უნდა მისცენო საიტის მიშმეშვეობით და ბიჭო, კი, ნანახი მაქვს რაღაც საიტებზე, რომ ვიღაცებს ეგეთი რაღაცა ფუნქცია აქვს. თუმცა როგორ უნდა გამეკეთებინა აზრი არ ვიყავი და ნუ მაშინ პირველად აღმოვაჩინე რაღაცა რომ ოკეი backend-ი არსებობს, იქ რაღაცა PHP, საიდან რაღაცა keyword-ებით რაღაცები search-ები ვიკითხე და დამეხმარნენ სხვა ადამიანებიც და ნუ რაღაცნაირად cookie based რაღაცა ის voting-ი ამაწყეთ. front-ზე ინახავდით მაგალითად. ხო, cookies ვინახავ, ანუ user-ი არ ყავს, არაფერი არ ყავს, შემოდის საიტზე არის ნუ რაღაცა ლამაზი გოგოების სურათები, ძალიან მომწონდა ეგ ამბავი სადღაც ერთობოდი და ну ხმის მიცემა უნდა მის რაღაცა რადიო ბათანი დაუსვი, ეს მოგწონს, ის მოგწონს თუ ის მოგწონს და რაღაცა უნდა შეინახო სადღაც რა ეს ინფორმაცია, მაგრამ ეს რომ მეორეთაც არ მისცენ ხმა, როგორ უნდა გააკონტროლო და აი მაგდენი წოდნას 99 წელში ჰოსტი, ანუ სად იხოსტებოდა ეს ყველაფერი? ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა FTP სერვერი მქონდა, მახსოვს, აი ძალიან დიდი ხანი მუშაობდი პირდაპირ FTP-ზე რა, ანუ ლოკალურად სერვერის დასტარტვა მერე ვისწავლი რა, რაღაცა პერიოდი იყო, რომ აი პირდაპირ FTP-ზე შევდიოდი და იქ ვასეივებდი რა, რაღაცა Dreamweaver-ი მეყენა და Dreamweaver-ით მქონდა რაღაცა თავისი FTP რაღაცა ისა და კლიენტივით პატარა დაუკონექტებოდი იმ ფაილებს იქიდანვე ხსნიდი, ანუ რეალურად იწერდა და შენ კომპიუტერიდან ხსნიდი, მაგრამ რო ვასეივებდი ავტომატურად აპლოადდებოდა და პირდაპირ URL-ზე ვარეფრეშებდი, შეიცვალა კაია რა. CI/CD-ის ადრეული. ხო, CI/CD, აი ეს არის რა, რა ის CI/CD რა. კვადახე. ხო რა, ხო. მე გაიჩითა ერთი ამერიკელი ტიპმა მიპოვა, ამერიკელი
ის იყო რა ებრაელი ამერიკელი იყო მამამისი იყო ქართველი ებრაელი ასე ვთქვა საქართველოში ცხოვრობდა მამამისი და ჩერეზ მამის ვიღაცის რაღაცნაირად მოკლედ და რონ ვარშავსკი მე მგონი თუ რაღაც ესეთი გვარით მოკლედ და ძალიან საყვარელი კაცი იყო მოკლედ რაღაცა DBA Info Power ერქვა კომპანიას რაღაცა ბაზის რაღაც solution-ებს აკეთებდნენ და კონდათ საიტი და ბავშვი მიპოვა რაღაცა და საიტის მიხედვაშიო რაღაც კონტენტი გვაქვს გასაახლებელიო რაღაცებიო და მე იქითო ბევრი საქმე მაქვს და შენ მაგაში მოგვეხმარეო და ძალიან ესე რაღაცა ეგ იყო კიდე ძალიან საინტერესო გამოცდილება რომ მაშინ იყო პირველად რაღაცა SSH-თან შეხება მომიწია და ისეთ რაღაცებთან ვა ბიჭო ეს კინოში კი მაგ რა ნახე რომ შავ ეკრანზე რაღაცები ხდება მაგრამ აქამდე რა Dreamweaver-ში რაღაცას ვისამდი დავასებებდი რაღაცას შვებოდი და ну რაღაცა action script-თან თამაშობდი ადრეულ პერიოდში Flash-ის რაღაცების გვევასებოდა ბარჯაკუს ვარ ვიცი იმას თუ ახსოვს ჩემი მეგობრის გაკეთებულია და იმასთან ერთად ის უფრო მულტფილმების იმას მიყვებოდა მე უფრო მე და კიდე რა ერთი ჩემი მეგობარი უფრო იმას რა scripting-ს და რაღაცეებს და რავი მაიმუნობდით ბევრს რა რაღაცა ის ადრეული პერიოდი ისეთ კბილად გახსენდება როგორც ყოველთვის ყველასთვის ის არის რაღაცა მირკის script-ებს წერდით კიდე რაღაცა სასწაულებს ეს IRC channel-ები დღესაც არსებობს არ ვიცი ვინმე კიდე იყენებს თუ არა მაგრამ მაშინ ხოთში იყო და მან ვერთობოდით და ნუ ეგრე მაკედან წამოვედით მაშინ კომუნიკაციას რითი აკეთებთ ხო IRC იყო თუ ICQ და IRC ხო რა ICQ-ში უფრო ყავდა აი ძალიან ჩინაური ახალგელი მეგობრები და ესე ჩემთვის ესე იყო ყოველ შემთხვევაში და იყო რაღაცა ისენი რა MSN Messenger-ი და Yahoo Messenger-ი და რაღაცა ხო Yahoo Messenger პერიოდს გააჩნია რა ძალიან ცეჩი ხო და იყო ეს ICQ და ნუ IRC იყო იმედი თუ გინდა რომ გაგეცნო ან რაღაცა რა კომუნიკაცია გლობალური კომუნიკაცია ხო ფართო საზოგადოებასთან გასვლა თუ გინდა და უფრო იქით და მე იყო ITD-ში შეხვედრა მირკი ერქვა რა IRC რა იყო და რაღაცა მე გავიქე კიდე რა კი high level-ზე მირკი ხო რა მირკი არის ინებაში კლიენტი IRC-ის ერთ-ერთი და PHP-სთან როდის ხონდა მე შეხება მაგ პერიოდშივე ანუ PHP-სთან ეს პირველი შეხება მქონდა ეს მის საქართველოს ამბავზე და მერეც დავინტერესდი რაღაცა კაი ყოფილა მეთქი და რაღაცეების დავიწყე სწავლა რაღაცა და მე პირველი სამსახური მქონდა 2003-ში თუ 4-ში უკვე ეს full time სამსახური ეს პროექტი და იქ $100 გადამიხადეს თუ რაღაცა რა ეგ იყო მთელი ის მე კაი ხანი არაფერი შემოსავლი მე რაღაცა ესე part time რაღაცა დასაქმებული ვიყავი იქ ამერიკელ როგორც გითხარით და ძალიან საყვარელი იყო ეს რონის მაგრამ მახსოვს რა იცი ტელეფონზე მირეკავდა ხოლმე რა ანუ კომუნიკაცია ონლაინ კი არ ქონდა რა როგორც წესი ტელეფონით ლაპარაკობდით რაღაცეებს და ონლაინ მიმოწერაც ქონდა ხან მეილს და რაღაც მაგრამ ხან და დღეში ერთხელ ან რაღაცა მიტინგი ქონდა მედარონს და მიყვებოდა ხოლმე როგორ გაზარდა პამიდორი თავისთან ეზოში ბიჭო, ოღონდ ჩემთვის რა იყოს რომ მაშინ ამერიკაში დარეკვა იყო ძვირი სიამოვნება იყო რა საზღვარ გარეთ რეკაო რა ტიპი მირეკავს და საქმეზე კი არ მებაზრება მეჭორავება რაღაცა პამიდორის მოყვანას და აგრიკულტურას ძალიან საყვარელი კაცი იყო მოკლედ და ხო PHP-ს რაც შეეხება PHP-ს ნუ იქიდან მოყოლებული რაღაცებს ვარჩევდი და პირველი სამსახური მქონდა Emotion იყო ეგეთი კომპანია ახალ დაარსებული იყო მაშინ და ვიყავი ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი ქართული კომპანია სარეკლამო სააგენტო გახდა მე საკმაოდ გაიზარდა აზერბაიჯანშიც ჰქონდა თბილელი მე რაღაცა აირია რაღაცა არ ვიცი და დაიხურა არ ვიცი მოკლედ იქით ბიზნესის ამბებში იყო რაღაცები და მან დავიწყე ვიყავი ანუ 4 თუ 5 დამფუძნებელი იყო და ერთ-ერთი დამფუძნებლის ძმა ამ კომპანიაში და მე ვიყავი ეს მე-6 თანამშრომელი თუ მე-5 თუ რაღაც და მაკედან დავიწყე ერთადერთი ასე ვთქვათ ტექნიკური ტიპი ერთი დიზაინერი რობდა ასე ვთქვათ დიზაინერი იყო იქ თანამფუძნებლებში იქ უფრო ბიზნეს ტიპი იქ ფინანსების რაღაცა და მე ვიყავი რაღაცა ტექნიკური და ტექსტი PHP jQuery ხო რა მაშინ PHP მეთქი ოკეი PHP jQuery JavaScript-ი ჩვეულებრივი მე jQuery-ც და მაშინ jQuery-ს ხანა ახალი შემოსული იყო ხო მაშინ framework-ები მაშინ მოიხოდა ხო რა რაღაცა და ძალიან ხოჩი იყო რაღაცა ჩვენ custom CMS-ებს წერდით და ვიყავით ერთ ამბავში. მე ITDC-შიც დავწერეთ ITDC-ში დავიწყე უკვე 2005-ში თუ 6-ში მუშაობა. ხო, აი ეგ მინდა და მეთქვა რა, რომ აი ITDC-დან როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორც ვიცი, მან ძალიან ბევრი წელი გაატარა, ხო? ხო და აი მაგაზე რომ მოყვეთ, რომ ITDC-ში როგორ იყო ესენი თავგადასავალი, ესე რომ თქვა. ITDC ესე იგი იყო ერთ-ერთი მაშინ ჩემთვის რაღაცა საოცნებო აი როგევასება რა რაღაც კომპანია რომ აი ქვი მუშაობდი დიდი სიაოვნებით მახსოვს საიტი ქონდათ ესეთი პეპელა ეხადა
და ეწერა better fly to the web თუ რაღაც butterfly sponge და თან ეს სიტყვების თამაშიც ვიკაიფე რაღაცა და თან საკაიფოდ გაკეთებული იყო და იცნობდი თან ეს ჩემი მეგობარია ვინც მუშაობდა IT-ში და ის მუშაობს IT-ში ჩემხელაა და ისიც რაღაცა მე-9 კლასიდან თუ რაღაცა იქ მუშაობდა და მოკლედ რაღაც მომენტში თვითონ მითხრა თუ მე უთხარი არ მახსოვს მაგრამ რაღაცა მოდიო რა ჩვენთანო რა რაღაცაო და ესე დავიწყე IT-ში რაღაცა ჩერეზ მეგობარი მოხდი სინამდვილეში მაგრამ ხო ნუ თავი არ უნდა შემერცხვინა და რა ვიცი ბევრი რამე ვისწავლე ძალიან იქ რომ მივედი მაინც ჯუნიორი ვიყავ ჯუნიორი ხო ისეთი ნათქვამია რა ხო რავი ვიყავ ჯუნიორი ვიყავი აბა რა ჩემფეხი ვიყავი ეხლა გუნდთან ერთად არ მაშინდელი ჯუნიორი და დღევანდელი ჯუნიორი საკმაოდ განსხვავდება პროსტა მაგიტო ის მაგ რაღაცნაირი შეგრძნება თორე იცვლება ხო რა მაშინ მართლა ჯუნიორი მე ესე მგონია რომ მაშინდელი ჯუნიორი ნამდვილი ჯუნიორი იყო და ხო დღეს ცოტა ბიჭო ეგეც არ ვიცი რა ხო ყველა სხვადასხვა რაღაცას ეძახის პროსტა რა და მე ერთადერთი მაგ ხოლმე რომ მოდი შევთანხმდეთ რას ვეძახით და ის დაუძახოთ ამჟამად ჯუნიორს დაუძახეთ თუ პეტრეს თუ პავლეს ის არის და IT-ში მოკლედ დავიწყე 2006-ში მე მგონი მუშაობა ან 5-ის ბოლოს და აი 10 წელი გავატარე, იქ გავიზარდე, გავაკეთე, არ ვიცი, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, ძალიან ბევრი უინტერესო პროექტიც. ნელ-ნელა რომ რაღაცეები კარგად განვითარდი და რაღაცეები რო ვისწავლე, უფრო მეტი და მეტი ჩამაბარეს, მე რაღაცა team lead-იც ვიყავი იქ, რაღაცა ეს მაგ პერიოდში კიდე რო აქ რო გააკეთეს კაი ბავშვებმა ეს GDGR ერქვა მაშინ რა ერქვა Google Developer Group-ი კი არ იყო, მაშინ სხვა რამე ერქვა რა. GDG-მდე რაც იყო რაღაც აბრევიატურა იყო ეგეც და იმათთან ერთადაც რაღაცეებს ჩალიჩობდი იყო ხო ტრენინგ ცენტრი გავაკეთეთ ვასწავლიდით და საინტერესო გამოცდილება მივიღე ძალიან. კი, იცი რა მინდა კითხო რა team lead-ობა ახსენე წერან. აი IT-ში რაღაც ეტაპებსაც იყავი team lead-ი. აი ხა მაგალითად იმ პერიოდში development-ის და management-ის გაცილებით სხვანაირი იყო ვიდრე დღეს არის რა. ხო და ზოგადად თორნიკეს მაგალითად ძალიან არ უყვარს agile მიდგომა და ზოგადად ისეთი რაღაცები, როდესაც developer-ებს აიძულებენ management-ის ნაწილი, რომ თქვათ ესე უნდა იყოს რა, ანუ კაცრად კაცრი რაღაცები რა, ასე რომ თქვათ მიდგომები და აი იმ პერიოდში, როდესაც თქვათ agile თითქმის არ იყო ესეთ ხოდში როგორც დღეს არის, ხო? როგორ ხდებოდა აი ეს გუნდთან ინტერაქცია და ინტერაქცია თვითონ ჩაამატე. ცოტა ჩავასწორებ, agile არ უყვარს ისეთი ცოტა ხისტი ნათქვამი, ანუ ნახე მე რაზე ჭუბობ ხოლმე და რაზე მაქვს პრეტენზია. ძირითადად ხოლმე რა, agile არის მოფიქრებული რაღაცა იდეალური სამყაროსთვის, რომ რაღაცები მარტივად მართოთ, იტერაციები სწორად გაკეთდეს და პროდუქტზე არის ყველაფერი ორიენტირებული. თანამედროვე development-ში სინამდვილეში პროდუქტი ესე მარტო ცალსახად არ არსებობს, იმიტომ რომ პროდუქტს უკან მოყვება ბევრი ტექნიკური რაღაცა ჩელენჯები. ძირითადად ხოლმე მე ამ ხალხს, რომლებიც ძალიან პროდუქტზე ორიენტირებულები არიან, ეს ტექნიკური რაღაცები არ ესმით, მათ აუცილებლობას არ თვლიან, რომ აუცილებელია და ეგ ნაწილი ეპარებათ და არიან ძალიან პროდუქტზე ორიენტირებულები. და ამ პროდუქტზე ძალიან ორიენტირებული ვერ იქნები თუ შენ იქ თან შენი კრაფტი ერთად ამაგას აკეთებ ის თან არ დახვეწე. და ყველაზე მეტად agile იმიტომ არ მიყვარს, რომ აი რადიორეაქტიული სადგურები როა, რომელიც შეგიძლია ძალიან მარტივად გამოიყენო ატომური ბომბისთვის, ხო? ეგეთი რაღაცა agile რა. კომპანიას თუ აქვს, ჩემი აზრით, კომპანიას თუ აქვს ცუდი ზრახვები, ძალიან შეუძლია ეს agile გამოიყენოს იმისთვის, ანუ მაგალითად გამოიყენოს pushing-ის იარაღად. თორე მაგალითად ეხა მუშაობ ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში, სადაც ვაკეთებ მაგას კამბანით მივდივართ, ან ეს სხვა agile-ის framework-ი ერთ-ერთი. მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძნობ რა, ანუ ვერანაირ წნეხს ვერ ვგრძნობ და მე მაგ ნამუშევარი კომპანიებში, სადაც agile-ს პირდაპირ იყენებდნენ ლურსმენისთვის და ჩაკოჩს. ხო, გააჩნია, მეც მან დავა რა, რაღაცა agile-ით დიდად მიყვარს მეთქი ვერ. აი ის მანიფესტოში რაც წერია, კი ვეთანხმები, არ არის ის რომ რაღაცაებს არ ვეთანხმები რაღაცა, თუმცა ის სახეცვლილება რაც მე ხდება ხოლმე მით უმეტეს დიდ რაღაცაებში და იმდენი შეხვედრა და იმდენი მიტინგი და სულ რაღაცა და საქმე როდის უნდა ვაკეთო ხოლმე ეგ კითხვა მიჩნდება რა ანუ იმპლემენტაცია არის არასწორი არ არის რა შეხვედრაზე რო ვზივარ და რაღაცას განვიხილავ ან მე ესე იმაშვები ყოველ შემთხვევაში ესმის რომ ეგეც საქმის ნაწილია და საჭიროა რომ ადამიანებთან რაღაცა კომუნიკაცია გქონდეს მაგრამ მაგიტო ვარ თან მეორეს მხრივ ძალიან პატარა თიმების მომხრე რა ანუ
ძალიან მიყვარს ის ისტორია, ის Ruby on Rails-ის შემქმნელები ვინც არიან, სახელები არ მახსოვს. Health მე წიგნებიც რო გამოუშვეს ეს remote HE რო ეგ ბოლელიც რო არის ერთ ჩემპიონი გახდა ეგ ტიპი. ერთი არის კოპენჰაგენში ცხოვრობს, მეორე ჩიკაგოელი ტიპია რა. და მას წიგნებიც წაკითხული მაქვს და ძალიან მევასება რაღაცა რომ აი ორი ადამიანი არის რომელმაც რამდენი პროდუქტი შექმნეს. ყველა კარგი, ყველა Ruby on Rails-ი შექმნეს, ის რა ქვია მაგათი David Heinemanneri. ხო, task management-ის წიგნებს უშვებენ. რავი, კარგად აკეთებენ ყველაფერს, თან ის არ არის რომ აი უხარისხოთ ან რაღაცა რავი, ძალიან ბევრი იყენებს და ძალიან წარმატებული ტიპები არიან და მგონია რომ მათი მოდელიც რაღაცა ეგ იყო რა, რომ რაც უფრო იზრდება თიმი, მით უფრო პრობლემები იქნება კომუნიკაციაში რა. ერთი ადამიანის ჩამატებით შენ ერთი საკომუნიკაციო ხაზი კი არ გემატება, თითოს ან ბევრი ემატება რა, ეს ექსპონენციალური ზრდა ხდება და უფრო პატარა თიმების მომხრე ვარ, Agile-ს მაგიტო ვანიჭებ უპირატესობას რაღაცა თქვათ დიდ რაღაცა პროექტებთან მიმართებაში, რომ ეგ მაინც აქვს, რომ ვითომ პატარა თიმი უნდა შევინარჩუნოთ, უნდა ვეცადოთ მინიმუმ. თუმცა რაც ხდება ხოლმე Agile-ში ძალიან არ მიყვარს, მე უფრო extreme programming-ის ისავარ რაღაცა, რომ რაღაცა პერიოდები მირჩევნია, რომ აი ერთი კვირა, ორი კვირა ავდგები და ჩავაჭერ, ოღონდ აი ღამე რაღაცა იმას შვები და ღამის თენებიან ყველაფერი, ან სხვა არაფერი საფიქრალი არ უნდა მქონდეს, ოღონდ ეს ორი კვირა უნდა მქონდეს და შემიძლია ორ კვირაში დავდო რაღაცა შედეგი, მე მაქვს ხოლმე ეს მე თვითონ როგორ ვაკეთებ ხა ჩემს პროდუქტზე რომ მუშაობ, რაღაცა ეგეთი პრინციპით მუშაობ, რომ ეს ჩავაჭერ, ახალ ფიჩერს სადღაც იქამდე მივიყვან, რომ feature flag-ად ან რაღაც ჩემპიონში მაინც გქონდეს სატესტოთ მზად, რომ შეიძლება public-ში და მაშინ production-ში არ გავუშვა ეგ რომ ორ კვირის თავზე რომ გამოდიხარ უძინარ ყველაფრო. მე ერთი თვე დაახლოებით არის ამის iterაციები, ასე ვთქვათ რა. გადავუარა. ეს უკვე light რეჟიმია შედარებით. იმიტომ რომ აქ ძალიან research and development ხდება, იმიტომ რომ აქ პირველი ორი კვირა არის ყველაფერის ახალი უნდა ცადო, ყველანაირი ვერსია უნდა ცადო და იქ რაღაცა გზა უნდა. აქ უკვე გზა არჩეული გაქვს და იმ გზას მიყვები. აქ გზა რო გაქარჩეული უფრო ადვილია, მე დროის თქმაც რა, რამდენ ხანში. ეს შეიძლება ორი კვირა გაგიგრძელოს, შეიძლება ორ დღეში მიხვდე რომ აი იდეალური solution-ი ვიპოვე რა და იქვე გაწყვიტო ეგ და ის პირველი პერიოდი არის ხოლმე ჩემთვის ძალიან ძნელი და ძალიან მიყვარს ეგ პერიოდი რა. ოღონდ მუდმივად მაგაში ყოფნა კიდე ცალკე ისა მაქვს რა. მე რო რაღაცა პერიოდი ეს ძალიან გამგრძელებია და ძალიან გადაღმართები რა, ხო. ეგეთი რაღაც ბევრჯერ მქონია. ხო და ნუ აი ისიც მესმის რომ რაღაცა work life balance-ის რაღაცები, მაგრამ რაღაცა პერიოდები ჩაჭერა მიყვარს, მე პირადად რავი, ჩემთვის work life balance-ი ეგ არის თუ რავი, მე deep work-ი ჩემი აზრით ამით ვერთობი და მსიამოვნებს იქ რომ რაღაცას ვარჩევ თუ უჩხიკინებ და სულ ჩემი მეგობრები სულ მაგაზე მეღადავებენ რომ შენ სულ ახალ tools და სულ ახალ რაღაცას როგორ აწყობ. მე ყველა მიმართულებით თან. ხო და მე მგონი ეგ არის ერთ-ერთი გასაღები ჩვენ სფეროში თუ როგორ არ დარჩი out of date. არა პროგრამისტი ადამიანებისთვის ეგ საკმაოდ რთული ასახსნელია, რომ როგორ შეიძლება სუსწავლობდე. ანუ ბევრი დეველოპერი არა, ბევრი დეველოპერიც არსებობს კაცო დღეს, რომელიც 10-დან 7-მდე ხო, რა, მეც ანუ არავის არ მომტყუნებს. კი არ ვიძახი რომ ის ცუდია რა, მე ესეც ვარ. მე ანუ ვიღაცა ტიპები არსებობენ, ვინც просто ამ საქმეს იმიტომ აკეთებს, რომ აკეთოს და თვის ბოლოს paycheck-ი კონდეს, მაგრამ ვიღაცები ბისთვის ეს არის ორმაგიანი paycheck-იც არის და ჰობიც არის და ხო რა რომ თავისუფალ დროს ზუსტი სიავნებით ეხავა გავარჩიე N8N-ი ძალიან მე გამისწორ და არის ეგეთი აბსტრაქტული კოდის წერა პირველად რაღაცა კოდის წერა რა ორკესტრაციისთვის არის როგორ workflow automation tool-ი არის რა N8N და რაღაცა open source იყო და რაღაცა და მეთქი და ავწიე ჩემთან კლასტერში რაღაცეები და ვაკონფიგე ვიწყებ ხოლმე მაკედან რომ ეს უნდა იყოს ჩემთან აწეული რა რაღაცა ჯერ ეგ თუ შემილი და მე ნელ-ნელა ვიმაშვები და ძალიან საინტერესოა როგორ შეგიძლია просто drag and drop-ით ბლოკებით ააწყო მთელი ლოგიკა რომ აი აქ რო შემოვიდა request-ი თუ რაღაცა message queues event რაღაცა message-ი თუ რაზეც გინდა რაღაც triggers ირჩევ ამ trigger-ით მე პროცესის აწავიდეს რა რომ გაქოლე ეს endpoint-ი მე აქედან დაბრუნებული წადი და მზა კომპონენტები აქვს ძალიან ბევრი რა რაღაცა LLM-ს გადაეცი ან რაღაცა იქ Google Sheet-ში ჩაწერე ან იმაში გადაიტანე ან აქედან ისქენი და ეს ორკესტრაცია შეიძლება ძალიან მარტივად მართო კი რაღაცა endpoint-ები შენით გამოსადგმელი გექნება ალბათ ან რაღაცა შენი ლოგიკა რო აწყო მაგრამ ძალიან საინტერესო რაღაცა არის არ
არ ვიცი რაში გამოვიყენებ, მაგრამ ეგეთი 1000 თulis ეგეთია მილიციანერი. მე ეგრე შეიძლება GitHub-ზე რაღაცებს სკროლ ხოლმე და თუ რაღაცა გაიჩიტე ხოლმე. მე იმას გადავყვები ხოლმე, მე იმათ კონტრიბუტორებს გადავყვები ხოლმე, მე ის ვინც ვიღაც ტიპს კიდე რაღაც სხვა რეპოზიტორები აქვს საინტერესო ხოლმე და ჩაადიხარ Rabbit Hole-ს ჩაადიხარ ხოლმე რა ბოლოს. ეხლა ბოლო ეგეთი აღმოჩენა მქონდა Z-ი თუ Z წერკოლა, მაგრამ Z-ი არის აი თან რა მევასება იცი მინდა ხოლმე რომ რაღაცა support როგორ ხარი დაუჭირო რაღაცა ისეთ კომპანიებს და ისეთ ინსტრუმენტებს რომელიც რაღაცა მგონია რომ კაი რაღაცა გამოვა და ეს ხალხი ვინც შექმნა Z-ი იცი ალბათ რა ატომი შექმნა მაგას YouTube-ს უყურებ ხოლმე რა მაგარი ჩემ live-ებს დებენ ხოლმე ძალიან მაგარი ხალხი ეგ 4 ტიპია და მაგათ GitHub-ზეც იცი ამიხსენით რა Z-ი რა არის კაიცა Z-ი არის ტექსტ ედიტორია რომელიც შექმნეს ატომის შემქმნელებმა მაგრამ ატომი იყო შექმნილი ელექტრონში ელექტრონი ხო იცი რა JavaScript-ის Slack-იც ელექტრონზეა დაწერილი ანუ ჩათვალე ვების ტექნოლოგია და ქმნი ჯერ შექმნეს ეგ ტექნოლოგია რომ დაერენდირებ ბოდიში გაგაწყვეტ ხო და მე თელი იდეა იყო ის რომ ეს ელექტრონი ამ ყველაფერს ვერ ქაჩავდა ანუ multithreading-ი არ ქონდა low level-ში ვერ ჩადიოდა და ასე შემდეგ და მე ეს ტიპები დაიშალნენ რა და წავიდნენ სხვადასხვა ადგილას მე იყო ერთი ტიპი მაკეთგან რომელმაც გააკეთა 3 parser-ი თუ რა ქვია 3 seater-ი და ეს 3 seater-ი არის სინტაქს პარსავს და მაგაზე რაღაცა პროცესებს აკეთებს მე წავიდნენ ისწავლეს Rust-ი ვიღაც ტიპებმა და შეიკრიბნენ ეს 4 ტიპი და თანამართ ევასებოდათ Vim-ი NeoVim-ი და მოკლედ ეს ყველა იდეა აიღეს ატომი აიღეს ყველა იდეა აიღეს და გააკეთეს ედიტორი მაგრამ ეს ედიტორი არის ჩვეულებრივი ედიტორი რა ანუ პირველ რიგში რომ open source-ია ყველაზე კაი მაგრამ ყველაზე მთავარი არის რომ ამ ედიტორისთვის ამათმა Rust-ზე გააკეთეს UI framework-ი რომელსაც ქვია GPU-i და არის ანუ პირდაპირ ედიტორი არის ანუ GPU-ზე რენდერდება რა დღევანდელი ედიტორები რომელსაც გახსნი უმეტესი რენდერდება CPU-ზე ანუ VS კოდი უყენიან ნახევარზე ხო ეგეც ელექტრონია რა და ანუ რაღაცა პერფორმანსის იქით ის VS კოდი ვერ წავა რა უბრალოდ ვერ წავა ბლოკერი რაღაცა იმდენი აბსტრაქცია უდევს რა ქვეშ რა და ამათმა თქვეს რომ ეს ბევრიაო რა და ჩამოწიეს ეს ცდილობენ ყოველ შემთხვევაში რომ ეს დაწიონ იდეა ისა რომ პერფორმანსი დახვეწონ ხო პერფორმანსი დახვეწონ იყოს customizable და სხვანაირი ინტერფეისიც უმარტივესი აქვს ძალიან გავს უბრალოდ დაამატეს ესეთი რაღაც რომ ანუ კოლაბორატივ პროგრამირება დაამატეს რა. მე და შენ შეგვიძლია შევიდეთ ერთად და ორი კურსორი გაიჩნდოს და მე და შენ კოდი ერთად წეროთ რა. pair programming-ი ამ. ხო, ოღონდ თან როგორ აქვს გაკეთებული იცი? მე შემიძლია შენ კალენდრი ხო იცი? კალენდრისავით რაღაც ლინკი აქვს Z-Hub-ი ქვია თუ რაღაც აღარ მახსოვს რა. და მაგალითად შემიძლია თოკოს ჩავუგდო, რომ ხვალ 14 საათზე დავჯოინდეთ და არანაირი Slack-ი არ არსებობს, არც Discord-ი არ გაქვს. შედიხარ Z-ში საუბრობთ და იქვე ლაპარაკობთ და ეხლა YouTube-ზე აკეთებ ხოლმე როგორ რაღაც იცი მაგალითად GitHub-ზე გაიხსნა რაღაც issue რა პრობლემა და GitHub-ზე ის კოლაბორატორი უგდებს ხოლმე ამ hubs რა ხვალ წამო ამაზე ერთად ვიმუშაოთ და მე YouTube-ზე მაგას live-ში დებენ რა როგორ მუშაობენ და სხვადასხვა იმ დღეს გაუყევი მაგათ დოკუმენტაციას გადმოწერე დავკლონე Z-ი იქ Docker-ის რაღაც ისინი გაუშვი და ანუ ეგრე მარტივად ცხოვრებაში არაფერი არ დამიბილდია. აი დოკუმენტაციებს რომ არც ერთხელ ერორი არ მოსვლა. ყველა სტეპს ვაკეთებდი და დავაჭირე და გაეშვა. და ნუ ყველაფერს Rust-ზე აკეთებენ თან რა და ის ერთ-ერთი დეველოპერი გადმოიყვანეს ახლა რაღაც უცნაური სახელი აქვს. და ის წერდა NeoVim-ს იყენებდა თავის 15 ხო. Thurston Belli ქვია იმ დეველოპერს რა. და მეც NeoVim-ს ვიყავ და ამის სტატიებს მივყვებით ხოლმე NeoVim-ზე და ბოლოს გაჩნდა სტატია რომ goodbye NeoVim hello Z. ხო, ეს არის ძალიან პოპულარული ტიპი ამ NeoVim-ის community-ში და ძალიან Vim-ის ადვოკატი ასე ვთქვათ რა. მე მგონი და ისინიც აქვს რა რაც კონტრიბუციებიც აქვს. კი, NeoVim-ის კონტრიბუცია. ხო, NeoVim-ის და ეხლა იმაში რა ქვია თვითონ Z-ში Vim-ის კრატე ცალკეა რა. ხო. და მაგას ბევრი pull request, მაგის pull request-ი ბევრი Vim-ის მხარეს ბევრი pull request აკეთებს ხოლმე და ეხლა issue-ებზე მაგ გაკეთებული following-ი რომ სადღაც რაღაც ერთი issue მინდა დავიჭირო რომ იქნებ მეთქი რამე კონტრიბუცია მინდა მე მევასება ხოლმე რა ეგეთი რაღაცები ხოლმე და მაგის გამო დავიწყე ანუ Rust-ი ადრე კი ვეთამაშებოდი ხოლმე მაგრამ ეხლა სერიოზულად დავიწყე რა ქვია Rust-ზე უფრო მეტად სწავლა რომ გავარკვიო რომ ხოლმე ძალიან მევასებიან მაგარ რაღაცას აკეთებენ რა
ერთი ეგეთი კითხვა მაქვს. გადავიდეთ ნელ-ნელა ზეტიდან. გოლანგზე გოლანგი არის შენი თავარი სტეკი ახლა ხომ გიბა. და მინდა რომ სტუმრებს უთხრა პირველ რიგში რომ თონიკა იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი მე მგონი ამ ქვეყანაში ვინც გოლანგი დაიწყო საერთოდ თავის დროზე ძალიან. საიდან გაიგეო? ანუ ეს მინდა რომ უბრალოდ იმას აქვთ ვისაუბროთ გოლანგზე უბრალოდ რატომ გოლანგი, საიდან გოლანგი და აი თანამედროვეობაში მოგვიანებით კიდე ორკესტრატორებზე კითხვებს დაგისვლა. ხო, გოზე მანამდეც ანუ სანამ რეალურად დავიწყებდი გოზე კოდის წერას რაღაცა წაკითხული და რაღაცა მქონდა და რაღაცა იდეები ასე თუ ისე მომწონდა რა რაღაცა, მაგრამ მომიწია shift-ში რო გადავედი სამუშაოდ, ამერიკული რაღაცა სტარტაპი იყო და ქართველებიც იყვნენ სხვათა შორის, რამდენი 4 პროგრამისტი, 5-ნი ვიყავით აქ რა, აქაურ აქედან ვინც ვეხმარებოდი, ძირითადი ნაწილი კოდი იწერებოდა სან-ფრანცისკო, რაღაცა იქ რამდენიმე ოფისი ჰქონდა. და მანდ მომიწია პირველი ისეთი შეხება რა და მაშინ მივხვდი რამდენად უფრო დიდი კომფორტი იყო თუნდაც strict typing-ი, რომელიც strict typing-ზე მანამდეც მქონია რა, მაგრამ ძირითადად ხო PHP-ზე ვწერდი და PHP ეხლა უკვე ტაიპები რაღაცები დაამატეს, მაგრამ მაშინ არ ქონდა ბევრი ეს ფუნქცია რაც ეხლა აქვს და მანამდე რაღაც C++-ზეც მიწერია რაღაცებზე, მაგრამ სულ მაწუხებდა რატომღაცა ეს type conversion-ის პროცესი იყო ხოლმე ჩემთვის ძალიან რთული, რომ აი input-ი მოდის თავშოთ string-ი უნდა გადავპარსო ეხა ეს int-ში მე იქ რაღაცა და აი ეს პროცესი რაღაცნაირი ცუდი კოდი არ მომწონდა ეგ ნაწილი ჩემი კოდის, როცა casting-ს ვაკეთებ და იქ რაღაცა ან try-catch-ი უნდა ჩასვა თუ ან რაღაცა 1000-ნაირად შეიძლება ხო? დიდი შანსია რომ მან რაღაც გაფუჭოს. ხო რა და თან ნუ user-ის input-ია და მაგის ისა რა ქვია ეს keeping-ი და სწორი ვალიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაც შენ მე იქით არ გაგეპაროს. და ნუ რაღაცა ეგ კომფორტი რაღაცა მხრივ გაქვს PHP-ში, მაგრამ კომფორტი ქონდა, მაგრამ დიდი ალბათობა იყო იმისი, რომ გაგეპარებოდა თან რაღაცეები. და აქ მაგას ხვდებოდი უკვე PHP-ს, რომ აი ეგეთი რაღაცები აკლდა და უკვე რაღაცა მზად ვიყავი მომენტმეც მაგისთვის და ძალიან ადვილად, მოკლედ დაახლოებით რამდენიმე უკვე 1 თვეში მაქსიმუმ უკვე წერდი production ready რაღაცა, ანუ ჩემი რაღაც პირველი merge request-ი მე მგონი იყო იქ our code base-ში რა სანამ გავერკვიე ჯერ იქ რა ხდებოდა Go-ს. ნუ მანამდე რაღაცები წაკითხული და ის მქონდა, მაგრამ ნათქვამი მქონდა იმათთვისაც, რომ ანუ მე არ ვარ Go-ს, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვისწავლ. ხო, და ეგ ერთ-ერთი ისეთი რამე აღმოჩნდა, რაზეც ხო, რა, ყველაზე დიდი სიამოვნება ვიღებ, როცა Go-ს სინტაქსის სრულება არ გაგიჭირი და ცოტა განსხვავებული. არა, ძალიან მარტივია და მაგიტო და თან ხო, აი, მანამდე ხა Java-ზე ვიყავი ერთი პერიოდი. ვიცი რომ C# არ გიყვარს და C# კი, C# არის ციხე. ახე ლოგო გეუბნება რომ აი კლეტკაში ქსვავ. თან ყველების მე პროექტს რო დაიწყებდა ეგრევე კლასით რო იწყებდა და ვინუშდენი ხარ რომ რაღაცა იმებში. სანამ გააგზავნოთ ბოდიში მე იმაზე ვხადავ რომ ვინც სტუმარი მოვიყვანეს ერთის გარდა, ორის გარდა, კაი ყველა C#-ის მტერი რო. არა ვარ. მე თვითონაც ეხლა რაღაცა პროექტი არის, რაზეც მიწევს მუშაობა და მუშაობ და C#-ზეა დაწერილი და მეც მაგრამ ანუ ბევრად უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ სხვა რამისგან უბრალოდ და სტერეოტიპულად მაქვს ცოტა რაღაცა ეგ არ ვიცი საიდან ამაქვს, აი მე ალბათ უნდა ვიფიქრო მაგაზე, მაგრამ C#-ზე მაქვს სტერეოტიპული უფრო ესეთი წარმოდგენა რომ აი C#-ის დეველოპერებს არ უყვართ განვითარება, იმიტომ რომ ალბათ რაღაცა პერიოდებში შემხვდნენ, ეხლაც მქონია რა, ეგეთი შეხება ვიღაც ერთ თურქ დეველოპერთან მქონდა, მაგალითად ეხა გამახსენდა, რომ აი რაღაცა მისი დაწერილი C# კოდი დავადეპლოეთ Kubernetes-ში, მას მანამდე არ ქონია Kubernetes-თან შეხება და ის კი არ თქვა რომ Kubernetes არ ვიცი და მომეხმარე რა, იქ SSH თუ რა, როგორ შევი რა, როგორ ქნა, რაღაცა მჭირდება რომ ქნა და ლოგი ვნახო ან რაღაც. და ანუ დაიწყო ის ლაპარაკი იქიდან რომ ეგ არ ვარგა. ანუ C#-ის დეველოპერების ბევრი ისგან გამიგია რაღაც სხვა ტექნოლოგია რომელიც არ იცის, იძახის არ ვარგა. იქნება რა შემოცხრა Kubernetes არ ვარ. მან რატო დაადეპლოებთო ეგ არაო ისე სხვანაირად უნდა ვქნათო რა. ეგ მაინც სტერეოტიპი მგონია საერთოდ ჯამში ვიდრე ვიცი და იმას არ ვიძახი რომ ყველა ესეთია თალსახად ეს სუდად ესე არ მინდა რომ გაიგონ C#-ის ბევრი კარგი დეველოპერიც ვიცი რომელმაც ესეც არ არის ცუდი ბიჭი ხა ისეთია ცოდნია თავის საქმე იცის რაღაც მაგრამ რაღაც რო არ იცის მოდი რა მე არ მაქვს ხოლმე პრობლემა რომ თქვა რომ ავი ეგ არ ვიცი მე ეგ სტერეოტიპი მაქვს ხოლმე რომ მაცადე გავარჩევ ან მომეხმარეთ ან არ ვიცი რაღაც
მე ეგეთი стереოტიპი მქონდა რომ აი Java-ს დეველოპერები, C#-ის დეველოპერები ძირითადად არიან ხოლმე უფრო თავიანთ სტეკში ძალიან ჩავარდნილები არიან თავიანთ სტეკში და ხო მაგის თამინდო ჯამში ამიდან რა კომფორტის ზონა იმდენად თავიანთი სტეკი რაღაცა სახის კომფორტის ზონას აძლევთ რომ რაღაც პონჩი სხვა რაღაცის ცდა არ უყვართ ხოლმე. აი მაგალითად ის C#-ზე ხო ციხეს მაგიტო ვეძახი რა. რავი საჭმელი მოაქვს, ყველაფერი გააქვს რა. ხო რა რა თქვი ხა ფრონტენდზე მაგალითად ისა თავიანთი Blazor-ი აქვს რაღაცა JavaScript-ის მაგალითად შევიდეთ C# წერა. არა შეგვიძლია მაგრამ საერთო ჯამში ანუ ნახე როგორ არის აი მობაილზე ზამარინი ქონდათ. არა ეგრე ხო ანუ ყველაფერზე ქონდათ. კი მაგრამ ახლა ანუ ეს Kubernetes თემატიკა ისეთია რომ თანამედროვეობაში distributed სისტემებში ორკესტრატორის ცნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია რა და ანუ გამორიცხულია უბრალოდ რომ ეგ ალბათ საერთოდ მაინც დეველოპერზეა დამოკიდებული რომ უნდა გამთავრება და სწავლა რა. შეიძლება იმის სხვა ტიპის დეველოპერსაც უბრალოდ მე მაგალითად C#-ით დავიწყე. ძალიან მიყვარს თვითონ ენა თან ნოვატორია ისეთი ტექნოლოგიები ქონდა ისეთ დროს თვითონ ენას მაგალითად Java-ში მე ამატებდნენ 13 წლის მერე და უბრალოდ მე რაც უფრო გავიზარდე ინჟინრად ჩემი სიამოვნება არის უფრო ხოლმე თავისუფლებაში რომ მე როგორც მინდა რომ უფრო მოქნილად რომ ვიყო რა როცა შენ ხო მან შეიძლება ცოტა ვიკამათოთ მოდი და ხო ვიკამათ აი ნახე მე როცა შენ როგორც tech owner-ი აი მაგალითად frameworks მაძლევ შენ ენას მიწერ რა შენ რო ძალიან მაგცევ ჩარჩოებში რა ეგ მე არ მომწონს იმიტომ რომ რაღაც პონჩი კრეატიულ აზროვნებას ბაზე უარს მეუბნები რა ხო მან მე სად მივდივარ იცი რომ მე მგონია რომ ეგ ენის პრობლემაა როდესაც მას ბევრი ანუ რომელსაც მას framework-ი ჭირდება რაღაცა პონჩი მგონია რომ ენის ეს არის რა პრობლემაა ეგ რა იგივე C#-საც და ანუ ვიცი რა ბევრი რაღაცაებში framework-ი Laravel-ით სიტყვაზე ხა PHP-ს რა მე PHP-ს რო წერდი იყო რა სად იყო Laravel-ი და ისა მე გაიჩნდა პირველი ეს framework-ი CodeIgniter-ი იყო ეგეთი საინტერესო ხო და რა მინდოდა მე თქვა რა რომ აუ რაზე გეიმაშებოდი და ჩარჩოებს ენა რო ჩარჩოებში გაქცევს ენა რო ჩარჩოებში გაქცევს ენა კარგია ჩარჩოებში რო გაქცევს და ენას არ უნდა ქონდეს ყველაფრის საშუალება რაღაც აი Kotlin-ი არ მევასება კიდე რაღაცა პერიოდი რაღაცეები ვიჩალიჩე Kotlin-ზე და მივხვდი რომ ყველანაირი ფიჩერი აქვს რა ვაფშე ყველაფერი აქვს რა რაღაცა ესეც შეგიძლია წერო ისეც შეგიძლია წერო და Go-ში ეგ არ გაქვს რა Go-ში გაქვს მარტო for-ი ციკლი თუ გინდა for-ი უნდა დაწერო while-ი გაქვს და each-ი გაქვს და რაღაცა ფილტერი და map და JavaScript-ში კიდე 1000 იგივე for-ი ფაქტიურად გადაურაპული რაღაცეებში for-ი და if-ი გადაურაპული გაქვს ყველგან რა რაღაცეებში და high order ფუნქციებში აქ არის Go-ში მარტივია რა for-ს წერ და if-ს წერ რა და რა მარტივი რა არის იცი სინამდვილეში რომ მე რო Go-ზე გადავდიოდი თავიდან მეშინოდა რა რავი ხა ახალი ენა ახალი ის არის რაღაცა ხა როგორ ვსწავლ ისე გამიმარტივდა იმიტომ რომ ყველაფერი გასაგები იყო რასაც ვკითხულობდი კოდში პირველივე შეხედვიდან და იქ ეს მაპი როგორ მუშაობს და იქ რაღაცა როგორ მუშაობს არ გაქვს პრობლემა ჩაყვებიდან ბოლომდე თვითონ Go-ს რაც მოყვება რა ეს თავისი სტანდარტ library არის open source-ი და პირდაპირ შედიხარ და ისენი როგორ წერენ იმას ნახულობ რა ხო და მე ისი რა არ მესმის უბრალოდ ანუ აი დასაწყისში როდესაც თქვა ნახე რომ ენა ახალი გამოშვებულია თითქმის ძალიან ცოტა არის მოთხოვნა ამ ყველაფერზე მაშინ კი არა არც ეხლა არ არის დიდი მოთხოვნა სიმართლე რომ გითხრა მაგრამ აი მაინც გააჩნია ხო ნუ მე C# და .NET-ს ვუყურებ ამ წამს რა იმიტომ რომ ხო კი თხადია ვაკანსიები და ჯობები არის უპრობლემოთ რა აი მაინც უბრალოდ რატო გადაწყვიტე რომ გაგერისკა ესე რომ თქვათ აგირჩია ისეთი ენა რომელიც რა იცი ხუთ ტექნიკური ბედნიერება ის ანუ აი ეს იყო რა მთავარი არა მანამდე Go-მდე ვცადე ბევრი რამე ვცადე რა Python-იც ვცადე C#-იც ვცადე იმუშავე რაღაცა პროექტზე C++-ზეც ვიმუშავე C++-ზე 3-4 თვე ვიმუშავე მაშინ მე მაგისტრატურაზე ვსწავლობდი და ლექტორმა შემოთავაზა საინტერესო იყო სხვათა შორის ვაკეთებდით Cisco-s სახელით რაღაცა სამეცნიერო კვლევისთვის მოკლედ ფიზიკის რაღაცა გამოთვლებინა ჩაგეტარებინა და მოკლედ მაშინ რაღაცა მაწვალა მახსოვს იმაზე რომ ორგანზომილებიანი მასივი არ გამოიყენო უნდა იყოს ერთგანზომილებიანი რომ უფრო
performant რაღაცა გამოგაკეთებ. მოკლედ ბევრი რამე ვცადე, Java ვცადე, Android development-ით ვცადე. ანუ როგორც ვთქვი, არასდროს არ ყოფილ ხარ. მაგრამ ვერც ერთით ბოლომდე ვერ ვიკაიფე. აი კი, რაღაცები ქონდა, კაი, რაზეც ვიკაიფე, რაღაცები მაწუხებდა, რომ აი აქ ცოტა ხო ხდები რაღაც როქში. და აი Go იყო ის ენა, რომელმაც თან ის მომწონს რა, სამი ტიპი ვინც და შექმნა, ასე ვთქვათ, Go თავიდან ესე იყო ყოველ შემთხვევაში, რომ თუ სამივე ართა ხდება, რომ ეს ფიჩერი აუცილებელია, ენაში ისე ფიჩერი არ უნდა შევიდეს რა. ანუ სამივე უნდა თქვას ის, რომ ერთი მათ თუ თქვა, რომ არა, ესე იგი არა. თან სამივე საკმაოდ კონსერვატორი ტიპები არიან და ძირითადად ყველაფერზე არას ამბობენ რა. იმიტომ რომ Ken Thompson-ია ერთ-ერთი შემქმნელი, რომელმაც შექმნა ორიგინალი Unix-ი. და C-ენაზე მუშაობდა ანუ ბელაპში. ფაქტობრივად გამოვიდა რომ კაცრად ეკოსისტემას მორგებული ადამიანი არასდროს არ ყოფილხარ, ხო? ხო, არა, მე ხო და ძალიან მომწონს ეს Go-ს მიზანი არასდროს არ ყოფილა, რომ ეს რაღაცა სამეცნიერო რაღაცა კვლევითი რაღაცა ეს იყო, უბრალოდ რომ რაც შეიძლება კარგად და ეფექტურად დავდოთ შედეგი ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე და ეს იყო თქვა Google-ზე გათვლილი იყო სინამდვილეში რა, რომ Google-ის შიგნით რასაც აკეთებენ, იმაზე გათვლილი იყო და performance-ით შესაბამისი ქონდა და ბევრი რამე პლუსი ქონდა, ასე ვთქვათ, რაც ეხლა ანუ ბონუსები რაც მოყვებოდა რა. თავარი ანუ როგორც მივხვდი, მეც მომწონს ეგ შერასწავლო, რომ არის რომ ენას რო იყენებ, ენაში ბევრი რაღაც არ იყოს, მაგრამ თუ დაგჭირდება, არსებობენ დეველოპერები, რომლებიც მაგას open source-ად აკეთებენ და package-ის სახით შეგიძლია გამოიყენო. ანუ თავიდან ყველაფერს მომწონს. იწევს კიდე კამაც რა, ნახე JavaScript-ის ის library-ები რო არის, რო ჩაიხედო, ერთის კოდი არის არ ვიცი ინდენტაცია აქვს. ხო, de facto სტანდარტები არის. ყველა თავისას უბერავს და ამის ანუ კოდს რო კითხულობ თავიდან ყოველ შემთხვევაში მithumetes ეს third party library-ს როგორც წესი ვასკანერებ რა და რაც მე მაინტერესებს იმ ფუნქცია შეიძლება კი ჩაუღრმავდე რაღაცებს, მაგრამ ეხლა ყველაფერს ყველა იმას და ეს დასკანერება მიადვილდება თუ რაღაცა ერთნაირად ჩემი თვალი და ჩემი ტვინი რადაც არის მიჩვეული იმას უყურებ, ხო? თუ აქ ტაბულაცია სხვანაირია, ფიგურული ფშხილი ხან იქ არის, ხან აქ არის, ხან წერტილმძიმე აქ ხან არა აქვს, ხან ის არის აი ეს ყველაფერი მე სკანირებაში გიშლის ხელს ასე ვთქვათ რა და Go-ს ძალიან დიდი პლუსი ეგეც არის რომ ეს მოაყოლეს ასე ვთქვათ toolset-ით მოდის ის რომ ყველა ერთნაირად წერთ Go-ს არ არსებობს ბიბლიოთეკა რომელიც ფაქტიურად ცნობილი ყოველ შემთხვევაში ვიღაც ყველა შეგილია არ გამოიყენო და ისედაც დააკომპილირებ რომ ამ რაღაც სტანდარტებს მასქნა მაგრამ ყველა წერს ესე რა კოდს და ძალიან ადვილია სხვისი კოდის წაკითხვა რაც ძალიან მომწონს რა ჩემი დაკვირვებით Go-ზე რასაც უყურებ ხოლმე აი ჯობებს და ვაკანსიებს და ეგეთ რაღაცებს უმეტესწილად უფრო მიკროსერვისულ environment-ებში არის ხოლმე Golang-ზე მოთხოვნა რა და ხო, ანუ ეგ ცნობილი ფაქტია, რომ თუნდაც Kubernetes-ი, თუნდაც Terraform-ი, Docker-ის თუ არ ვწდებით, საერთო ჯამში Golang-ზეა დაწერილი კი და იდეაში ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ეს მიკროსერვისები უფრო წინა პლანზე წამოსულიყო 12 წლის წინ, 13 წლის წინ რა. ხო და ეგეთი ის მაგ აი ინტეგრაცია, თქვათ აი ამ მიკროსერვისების უფრო მარტივია, ვიდრე თქვათ სხვა ენებზე ვშურები მე, Kubernetes-ით თუნდაც მეც ვიყენებ Docker-ით, ხო, ანუ კონტეინერზე აი ეს ყველაფერი რაიმე benefits მაძლევს იმისა რომ თქვა Golang-ზე გადავიდე და დავიწყო პირობითად. არ ვიცი, ძალიან მარტივია რა, სხვა ენებთან შედარებითაც ალბათ ძალიან მარტივია, ხო, მარტივი პატარა სერვისის მოხოდვაც ძალიან მარტივია, რაღაცა ერთი, რაღაცა func main დაწერდა და რაღაცა შეგიძლია უკვე სერვისი ქონდეს 5 ხაზში, 6 ხაზში გაქვს გამზადებული რაღაცა endpoint. ნუ hello world-ს დააბრუნებს რა, ეხლა ბევრს ალბათ არაფერს არ გააკეთებს 5 ხაზში, მაგრამ ან აი რაღაცა რო reverse proxy რო აწყო Go-ზე, გჭირდება ალბათ 20 ხაზი კოდი რა, რომელიც აიღებს აქედან მიიღებს რაღაცას, ამ ტრაფიკს გაატარებს, HTTP reverse proxy აქ აწყობილი და აქ თლიანად ეს კონფიგურაცია ამ 20 ხაზში ფაქტიურად აკონფიგურირებ რა გინდა რომ გააკეთდეს. და მაგი მომწონს რა და ეს მიკროსერვისების თემაშიც ხო, კიდე აქვს ძალიან კაი რაც აქვს, embedding-ები აქვს, რაც ძალიან საინტერესოა, ანუ ძალიან მარტივად შეგიძლია შენ სტატიკური თქვათ სურათი, HTML-ი თუ რაღაცეები შიგნით ბაინარიშივე ჩაუდო და იმ ბაინარის ნაწილი იყოს, ან რაღაცა ბაზაც შენი ბაინარის ნაწილი იყოს. ანუ შენ შეგიძლია ერთ ფაილად და ეს ფაილი მე გინდა გადავრაპე Docker-ში, გინდა სადაც გინდა წაიღე, უკვე ძალიან ადვილია და თან იბილდება cross platform, ანუ ეგეთი ფიჩერები ძალიან ესე მოსახერხებელია და ალბათ მაგიტო, ხო? ისე API-ებიც შესაბამისად ძალიან მარტივად ხო რა, ესეთი straightforward რაღაცა არის, API-ების კეთება ხო ხშირად მიწევს და ძალიან ესეთია რა. და აი ამაზე ერთსაც ვიტყვი კიდე ერთი იმაზე, რომ ეგანაც ვახსენეთ, OOP როგორც ასეთი
თავიდან ბოლომდე დასაპორტებული არა. თან არის OP და თან არ არის. არა, ხო, არ არის უფრო OP-ს ვერ დავარქმევდი რა. ხო, ანუ inheritance-ი ფაქტიურად არა აქვს. შეგიძლია რაღაცის სტრუქტურის მეორე სტრუქტურაში ჩაემბედება, თუმცა ეს ის არნიშნავს, რომ იმისი მეთოდები ან რაღაცა ამას გამოყვება რაღაცა. კომპოზიციონი უფრო კომპოზიციონია და არის კლასი არა და კლასი მაგრამ კლასის მაგერად ხო სტრაქტია. ფაქტობრივად ობიექტს როგორ ქმნის სტრაქტია ყველაფერი. სტრაქტია ყველაფერი ტიპები გაქვს, რა სინამდვილეში ეს არის, შენ აღწერ იმ ტიპებს, რაც გინდა რომ გამოიყენო და ამ ტიპებს შორის რაღაც კონვერტაციები ხშირად გიწევს და თან ხო აი Go-შიც და ზოგადად მე მივხვდი კიდე დროთა განმავლობაში რომ ეს dry რა ძალიან ცნობილია რომ don't repeat yourself ხო ეს ყველა იმაში რაღაცა არის ხოლმე თოკებში და რაღაცეებიც. მაგრამ სინამდვილეში მივხვდი რომ ხანდახან ჯობია გაიმეორო რა რაღაცეები რა რაღაცას რო აკეთებ Go-ში ხშირად მაგაზე ღიზიანდება ბევრი ახალი ეს ნიუკამერები თან სხვა ენაში ბევრი აი ხა იგივე C#-ს PHP-ში იმდენი magic რაღაცები ხდება ანუ იმდენი აი კომენტარს დავწერ და ეს ავტომატურად იქ სადღაც რაღაცა routes შექმნის ან ну ისე ვიძახი ხა ცოტა შეიძლება ვამხებ რა ანუ magic არის რა რაღაცა ვერ ვხედავ საიდან ვინ ანუ რო გაიგო დეფინიცია რო გაიგო უნდა ჩახვიდე ხო რა რაღაცა ძალიან იმესეთ იმაზე მიშვებს კი რაღაცა პლუსებს მაძლევს ეგეთი მიდგომა და რაღაცა თავის ისენი აქვს მაგრამ ჩემთვის ის არის რა რაღაცა პირდაპირ მინდა ხოლმე რომ ეწეროს და ფუნქციებსაც რო ვაკეთებ რა აი ხა იმაზე აქვს Uncle Bob-ს აქვს რომ ფუნქცია უნდა იყოს ძალიან მოკლე რა აი ბევრ რამეში ვერ ვეთანხმები Uncle Bob-ს მაგრამ აი მან ცოტა ვერ ვეთანხმები რა ფუნქციები მაქვს მე ხოლმე ცოტა უფრო დიდი იმიტომ რომ რაც უფრო პატარა მაქვს ფუნქცია მით უფრო გაურკვეველია ეს რას აკეთებს რა კი რაღაცა ფუნქციას იძახებს ანუ თუ რაღაცა სერიოზულს აკეთებს რა თქმა უნდა მე გიწევს ეგეთი რომ ბევრი ფუნქცია აქვს იმაში ამის კონტექსტი უნდა დავიმახსოვრო რომ შიგნით უნდა შევიდე ოკეი აქ ეს ხდება მე ჩახვიდე დაიცა იქ რო ის if იყოს ამოვიდე მე აქეთ და ესე მეწეროს 40 ხაზში დაუშვათ if else რაღაცა რა ძალიან ანუ არაფერი არ მჭირდება ანუ წასაკითხად კოდი უნდა წეროთ ერთმანეთისთვის და ზუსტად შენი აზრია მაგრამ მაინც არ გითხრები მოდი მაგაზე ვისაუბროთ მე კაი თემაა ანუ მეც გეთანხმები მე სხვა არგუმენტები მაქვს ანუ შენ უბრალოდ კითხვადობის გამო იგებ და მე სხვა არგუმენტები თემა რა არის რომ რატომ არ უნდა იყოს მეთოდი დიდი ხო რატომ უნდა დიდს გააჭეხა 1000 ხაზს და იმას არ აჭეხი ხა რატომ უნდა იყოს ხო არა ძალიან იმაში არ გადავიდეთ ხა დემაგოგია შენ მოდი ესე ვთქვათ ავიღოთ რამე კლასი ავიღოთ რომ Uncle Bob-ის ეს არის რომ მეგონი 4 თუ 5 ხაზი თუ რაღაცა უნდა იყოს აი ეს ერთ ეკრანზე უნდა ეტეოდეს კი და separation concern უნდა კონდესო მეთოდებს ნუ მაგაში ოკეი მივყვები რომ separation concern უნდა კონდეს მაგრამ სიტყვაზე ავიღოთ ერთი მეთოდი შეიძლება დაყო ბევრ 7 მეთოდად. რატო უნდა დაყო? აი ტექნიკური მიზეზები ვთქვათ რა. თუ კი შენ სწორად გაქვს დაცული separation of concern-ები, ეგ ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ნაკლები ქოლი მოგიწევს იმ ერთ მეთოდში, ანუ ეს რაღაცა ის რაც ამბობ რომ 5-4 ქოლი გქონდეს, ეგ ჩაეტევა ძალიან ლამაზად, იმიტომ რომ იმ შიგნით მეთოდებში კიდე სხვა რაღაცებია, ხო, ისინი დარეფერენსებული. ხო და უბრალოდ წაკითხვადობისთვის მე მაინც მგონია რომ თქვა helper class-ის არსებობა, თქვა იქ რაღაცა კონსტანტების ცალკე გატანა ასე შემდეგ, საერთო ჯამში მაინც გაძლევს იმ შინაარს, რომ ეს მეთოდი რა სტეპებს მიუყვება იმისათვის, რომ საბოლოო output-ი მოგცეს და იმუშაოს რა. ამიტომ მგონია რომ როდესაც თქვა ერთ მეთოდში წერია თქვა პირველი ეტაპი თქვა რომ ალოკაცია მოხდეს რაღაცის სხვა ობიექტში მეორე ეს გაგზავნის იმეილს პირობითად მესამე ეს რავი ძალიან მარტივი წასაკითხია ვერ ხვდები რატომ შეიძლება ეს იყოს რთული და კომპლექსური როდესაც სახელი გეუბნება ძალიან მარტივად რომ ეს აკეთებს do something ხო ხო მაგრამ შენ ნახე ტექნიკური მიზეზი არ არის ეგ არის სუბიექტური მიზეზი ხო შენ ეგრე გირჩევნია შენიც სუბიექტური მიზეზია. კი. ეხლა მეგეთვე ობიექტური. აი, გავაგზავნებ, მაშინ დავასრულებ თავარი მიზეზი. არა, განსხვავებული თან არ უთქვია, მაინდა შენგან ის არ უნდა იყოს რა, ხო. კი, და კიდევ ერთი ასეც დავამატებდი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც თუ კი ხარისხიან და პროფესიონალურ პროდუქტზე გვაქვს პრეტენზია, აუცილებლად unit testing-ი არის 10000 ჯერ ბევრად მარტივი. მარტივია code coverage-ი, მარტივია აბსტრაქციებზე დამოკიდებულება. ვიცით რომ არ გიყვართ ეს აბსტრაქციები, მაგრამ მე მიყვარს. რა მნიშვნელობა აქვს ერთ ფუნქციას გატესტავ თუ 4-ს პატარას? აი მან შეიძლება რომ მაგათოს unit testing-ის იდეას არ აღარ მაშინ მაქვს შემთხვევაში. ერთი მეთოდი არ უნდა ხო, მაგრამ ერთი ეგივე ტესტი. ანუ
ნახე, ჩვენ თუ საუბრობთ ერთი მეთოდის რაღაც გრძელ და მოკლე დაწერაზე, ვიცოდეთ რომ მეთოდს აქვს input-ი და output-ი. თუ მე მაგ ერთ მეთოდისთვის წერ მაგ input-ს და output-ს და თუ თან ისეთ მეთოდებს საუბრობთ, რომელიც შიგნით ნაწილდება სხვა მეთოდებად, თუ შენ შეგიძლია დაანაწილო, შენ არ დაანაწილებ. მაგრამ თუ დაანაწილებ, რა გამოდის, იმ input-ს მე ხლიჩავ, ხო? ამ მეთოდებში ანაწილებ. და რეალურად შენ რა გამოგდის, რომ სხვა unit test მაინც წერ ერთი input-ისთვის, რომ საბოლოო ჯამში მაინც ბოლოს ერთ output-ს იღებ. და ეგ მესმის, რასაც ამბობ, მაგრამ მაინც ეგ მიზეზი შენის და შენიც არის აბსოლუტურად სუბიექტური. შეიძლება. კი, მე ვიცახი რომ სუბიექტური ვარ კაცო, ანუ მე არ ვიცახი რომ ეს ობიექტურად ესე, მაგრამ ჩემთვის არის უფრო მარტივად წასაკითხია ხოლმე. მეც ეგრე მიჩემია. ცოტა დიდი, ანუ ძალიან დიდი ფუნქციებს რომ დავინახავ, გეზარე დაწყეკითხვის დაწყებას რომ გეზარება. ყველა ჯერზე ახლიდან. პატარას რომ ხედავ და რომ აღმოჩნდება რომ ამის იქით მთელი სამყარო იშლება თუ რომ იმ ხელა რაღაცა რომ აი სამი ხაზი წერია ვარ რა უნდა ამას ეხა 2 წუთში ვიზამ და ვა შევედი იქ რაღაცა და იქიდან კიდე ნუ იმდენი ლოგიკური თქვა if else ხდება სინამდვილეში იმ პროცესში რომ ბევრი კონტექსტის შეგროვება რომ თავში გიწევს აი ეგ უფრო დებაგინგს გირთულებს მე მაგის მამინდა ეგეც აი ისე უნდა ვწეროთ რომ აი მან უნდა ვიპოვოთ ალბათ რაღაცა ოქროს შუალედიც რა ალბათ რა რომ არც გავართულოთ და არც ის ვქნათ რომ აი გარეთ პირველ რაღაცა main ფუნქცია მაქვს ორხაზიანი და ამის იქით მთელი Google-ი დგას არ ნიშნავს რომ ეს კაი კოდია რა. მე მაქვს ობიექტური მიზეზი, როდის უნდა დაამატო ფუნქციები დამატებითი. ერთი, როდესაც თუ იგივე ლოგიკას ვიყენებ რამდენიმე ადგილას. მოკლედ, აი ეგ ავტომატურად ეგრევე მაგას დავაექსტრაქტებ მეთოდად და მე წავიდა და პატარა-პატარას ვიყენებ. და მესამე და კიდე ერთი მიზეზი, თუ რაღაცა კონკრეტულ კოდის ნაწილს აქვს side effect-ი. თუ რაღაცას გლობალურად ცვლის, ის მისჩევნია რომ ცალკე ფუნქციაში იყოს, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს რაღაცა გარესამყაროსთან რაღაცა კავშირი აქვს რა. დანარჩენ შემთხვევაში მეც იმას მივყვები რომ მისჩევნია ერთი მეწეროს ვიდრე ერთი 700 პატარა დაგლეჯული ხო ხელოვნურად დაყოფილი არ მინდა და მე მაგ დრაისაც ჩემი აზრით უფრო მეტი მიზეზი ეცემა, იმიტომ რომ ამას მეგობარო არ ვიყენებ არსად სხვაგან და რავი მქონდეს აქ 100-ში მირჩევნია ვიდრე უბრალოდ იმიტომ დავყო რომ ვიღაცა 30 წლის წინ ეგრე დამიწერა რა ანუ მე არა თუ მჭირდება და თუ სხვაგანაც ვიყენებ კი ბატონო პროექტის ზომბეურამეს გააჩნია რა თქმა უნდა რა რამხელა პროექტია რა რამხელა თიმი მუშაობს და ხო არსებობს თიმები რომელსაც წესი აქვს ეგეთი სტანდარტს გადაუხვიოთ და ეხლა მოდი მე ჩემ პონჩი ანუ წეღანას რაც Go-ში რაც მოწონს რომ თელ community-ის ერთი სტანდარტი გვაქვს და თუ კომპანიაში რაღაცა მიღებულია რომ პატარ-პატარებს წერთ მეც პირიქით რა მირჩევნია ეგეთ code base-ში ისევ ეგეთი ვწერო ვიდრე ეს მე ესე მომწონს და ესე ვწერო რა მან მომენტი კიდე ის არის მნიშვნელოვანი უშუალოდ ტექნოლოგიაზე რაზეც წერ ხო იქ შეიძლება სხვანაირის და ეგრეც არის რა სხვადასხვანაირი სტანდარტებია ყველა ტექნოლოგიაში ალბათ კოდის წერეს ეგ არ ვიცი რის სიმრავლეა მაგრამ ეგრე ყალიბდება რა ხო და მე უბრალოდ არ ვიცი როგორ გამოიყურება Golang-ის solution-ი როგორ გამოიყურება Golang-ის კლასიკური კოდის წერის სცენარი და რავი ეგეც მგონია რომ თავისებურ სახეს აძლევს და მაგითო ეს პასუხების გადაუხოს საერთო ჯამში და ზოგადად ჩვენ სფეროს ეგეთი ტრეფი რა მე ტრეფს ვძახი რომ თავიდან რაღაცებს ისწავლი ხოლმე რა და მაგას რომ ძალიან ანუ მე ყველაფერს ხო შენთვის ფიქრის დონეზე აღარ მოძინა რეფლექსის დონეზე გაქვს რა რაღაცას ვაკეთებ და მე იგი იმდენად ავტომატურში მოდის რომ რაღაცა სხვანაირს რო იგებ თავიდან რაღაც ისე გეჩვენება რა თავიდან სასწავლი მე მგონი პროგრამირებაზე კი არ ცხოვრებაში ეგრეა რა ხომ არა ჩვენ სფეროში ხო და ჩვენ სფეროში არიან ხალხი რომელსაც ეგ არ ევასებათ რა არა პირიქით ეგრევე პოლემიკაში შემოდიან მაგაზე ანუ როგორც კი რაღაც ახალს გაიგებს რომ შენ ესე აკეთებ არა ეგრე რატო აკეთებ ეს უნდა აკეთო ეგრე მისწავლია მოდი ნახე იქნება კაია ან იქნება შენი კაია ჩემი კაია და შევაჯეროთ ერთად და რაღაცა იქიდან კაიდები ამოვიღოთ რა მაგიტომ მგონია ხოლმე რომ ვიღაცები რომ ამბობენ ხოლმე რომ რაღაცა აი დღეს არის ძმაო ეს არქიტექტურა ყველაზე მაგარი და ტოპი და ჰაიპი აი ჩემი აზრით იდეალური არქიტექტურა არსებობს რა არქიტექტურა არის ხო არქიტექტურა არის
per პროექტი რა, ანუ ჩემ პროექტს, ჩემ გუნდს, ჩვენ სამს როგორც მოგვიხერხდება და როგორც მოგწონს, ის არის იდეალური არქიტექტურა და არა ვიღაცის მიერ დაწერილი. იმან რო თქვა კარგიაო, ესე იგი კარგია, ხო, არა, რა, რაღაც შეცდომები ჩვენც უნდა დავუშვათ რა, ეგრე ანუ ყოველთვის ვერ ვისწავლით ვიღაცის გამოცდილებით. კი, წავიკითხოთ, უნდა გავიაზროთ, ვეცადოთ, გავიგოთ, თუ არ მესმის რაღაცა, რაში მჭირდება აქ აბსტრაქცია, ხო? რამდენიც არ უნდა მაკითხო და რაღაცა. რო წავიტეხავ ცხვირს და მივხვდები, რომ აი აქ თუ ეს თუ არ ქენი იქით ტესტს ვერ წერ დაუშვათ თუ რავი რაღაც ვერ ვაკეთებ, ხო? მერე მიწევს მე ჩემი კოდის გადაწერა მიწევს ან რაღაცა მიწევს და ეს რაღაცაები ჩვენ თვითონაც გავიგოთ. Solid-ში არის მაგალითად ის interface of segregation. და მოკლედ მაგ interface segregation-ს რო junior-ს უხსნი, და დამწყებს რა. მე რას წევს იცი? ყველა კლასის კეთებისას ან სტრუქტურის ყველგან ინტერფეისი აქვს. აი სუ ინტერფეისი აქვს. მაგრამ რეალურად მე რო გადახედო ამ ინტერფეისის მართლა იყენებს თუ არა, არ იყენებს. და მე უბრალოდ პროსტო რო ვკითხო რა, აი რატო უკეთებ ინტერფეისს? რისთვის უკეთებ? Unit testing-ი გაცილებით მარტივია მაგის. არ წერს unit test-ი. ხო და ეგ მაგის პრობლემა არასწორად დაწერილია მაშინ. არა, რეალურად მიზეზი იქ არა რომ unit test-ის გამოწერს. მიზეზი ის არის რომ სადღაც წაიკითხე ეგ და interface segregation-ში წერია რომ დახლით აი person-ი კი არ კონდეს აი watchable და რაღაც ამდენი და ესეც ეგრე მიყვება რა, მაგრამ არსად არ იყენებს არც abstraction-ისთვის, არც dependency injection-ისთვის, არსად არ იყენებს, აი პროსტო უწერს რომ placeholder-ად აქვს რა. და რო კითხოს ეგრემსეულად რატო არ ესმის და აი გარ მომწონს უბრალოდ ეგეთი აზროვნების რომ აი შენ რომ მეუნები solids მაშინ ანუ ეს არ უნდა მითხრა რომ ეს მანდატორია, სწორი არა, კაია ეს. კაია როცა ვიყენებ, მაგრამ ხო, და გააჩნია ზომას, ანუ რაღაცაში ხანდახან ხშირად არის რომ აი სკრიპტივით რაღაცი დაწერა მჭირდება რა, რაღაცა აქედან უნდა ამოვიღოს, აიდანღაც რაღაცა უნდა გადავპარსო რაღაც ცოტა სხვა სტრუქტურაში გარდაქმნა და საკუთარ მეორე ბაზაში შევაიმპორტო, დავუშვათ რა, რაღაც ეგეთი სტანდარტული ამოცანა რო აიღო რა, რაღაცა რომლისთვისაც რაღაც დავუშვათ ერთჯერადის საკეთებელია ან რაღაცა ისეთი პატარა კრონჯობი არის დასაწერი რომ რაღაცა თქვა თვეში ერთხელ დღეში ერთხელ რაღაცა ეგეთი ზამს იმისთვის over engineering-ია რომ იქ მოდი ამ სტანდარტს დავიცავ და იქ რაღაცა აბსტრაქციას და ფაქტორი პატერნ აიღე და ინსერტ ანუ რაღაცა უნდა რაღაცებს მარტივად შეხედო რაღაცა შემთხვევაში როდესაც ხო ეს ხვდები რომ ეს მარტო შენი და ორი კაცის მისახედი კი არ იქნება დიდი თიმი იქნება ხო მაგას შეიძლება ცოტა იქ უკვე სხვა წესები შემოგაქვს რა წესებიც ხო ის არის რა რაღაცა იცი რა მიგაკითხო cloud service-ებთან ინტეგრაცია როგორია Golang-ის ამბავში cloud service-ებთან ინტეგრაციას რას გულისხმობ რა მაგალითად GCP-ს აქვს უკვე საპორტი Python-იც და JavaScript-ი აქვს და ანუ ეს რა ქვია მაგას GCP-ში lambda ფუნქციები არ ქვია რაღაც მეორე რაც ქვია რა აი ეგეთი რაღაცები შეიძლება კრონი რო ახსენე იდეაში მაგიდან წავედი რა რომ ანუ მაგალითად მე მგონი AWS-იც არის Go-ს შეიძლება პირდაპირ ეს lambda ფუნქციის კონჩი Go-ზე წერო და თვითონ იმასე ანუ ფაქტობრივად გამოვიდა ეგეთი რაღაცა რომ ანუ ვინ უვლის უბრალოდ Golang-ს community open source-ია ანუ როგორ ხდება ამის განახლება და ახალი ფიჩერების დამატება რამდენი ხანში ხდება აი ეგ ამბავი თუ შეიძლება გამოსიარო მე ხო Go-ს ამბავზე ძალიან მომწონს რომ ვახსენე ხო ის რომ აი ნაკლებად არის ცვლილებები და ახალი ფიჩერები მეთქი მაგრამ თუმცა ამ ბოლო დროს აი რაღაცები დაამატეს რაღაცა ხვდები რომ კარგია რაღაცა ეს ფიჩერი თუმცა რამდენად საჭირო იყო თუ აუცილებელი იყო არ ვიცი რაღაცა იქ generic-ებზე იყო ერთი ამბავი სხვათა შორის რა რომ ემატებოდა რომ ბევრი იძახდა რომ მეც უფრო იმ კატეგორიიდან რომ generic-ები არ გჭირდება რა რატო თუ შეგიძლია რომ ნუ მე რეალურად არ გამომიყენებია ანუ generic-ები შენ თქვი და მე მევიტყვი ხო რა და რეალურად მისი გამოყენება მოხდება ალბათ რაღაცა library-ებში რომელიც დამიმალავს ჯამში იმ კომპლექსურობას არა for-ის მაგივრად გააკეთებენ რაღაცა array map ფუნქციას და შეგიძლია იგივე აკეთოს იმან და ის შენი for-ი მირჩევნია for-ად დამიწეროს ერთ ხაზში არა და სამ ხაზში ეწეროს კოდი ვიდრე ეს სადღაც დამალული იყოს და იქ იქნება ვიღაცას კიდე რა უწერია იმის იქ ყოველ ჯერზე ხო არ უნდა ჩავხედო რა რაღაცებს რა Golang-ში ეგ სიმართლე გითხრა მოდი შევეწყვეტინე Golang-ში ეგ სიმართლე გითხრა არ ვიცი გენერიკები რამდენად საჭიროა იმიტომ რომ მან ტიპები დიდად ერთმანეთისგან განსხვავებული არ არის ხო ანუ ტიპებია რა ჩვეულებრივია ყოველ შემთხვევაში დინამიური ენა არ არის არ არის დინამ strict type ენა არის ესეთი რა ოკეი
ან ჯერახებ ჩვენ ჭირდება კომპილირებადი სტრიქტი. უბრალოდ შეგიძლია რეალურად ნებისმიერ ენაში ჯენერიკები საერთოდ არ გქონდეს და ისე თუ ყველაფერი. აი ნიკა ყავდა ერთ და იმან თქვა რომ მოგვიდა Spider-Man-ს და ესე თამაშებს ერთი კომპანია აკეთებს და დამოვიწყდა სახელი კომპანიის რა Spider-Man-ის თამაშების და Go შერას ქვია მაგალითად სტრუქტურა ეგ არის ჩვეულებრივი data oriented design-ი ანუ ეგ არის data oriented data მაქვს რაღაცა behavior-ი და მორჩა ანუ არც inheritance-ი არ მაქვს არაფერი არ მაქვს რა და ეგ არის სიმართლე და მან აი იმ კომპანიაში მაგალითად აგრძალული აქვს C++-ზე იყენებენ რა თქმა უნდა engine-ს წერენ render-ს და სხვა ენას ვერ გამოიყენებენ, მაგრამ აგრძალული აქვს თვითონ კომპანიაში კლასების და ტემპლეიტების გამოყენება. ხო, რატო ვართულებთ? ხო, ან ტემპლეიტები იგივე ჯენერიკები. ანუ რეალურად რაღაც პროექტს რო აკეთებ, ცოტა ისეც უნდა შეხედო რა კრიტიკულად ეგეთი კუთხითაც უნდა შეხედო რა, რომ რამდენად მჭირდება მე აქ ეს რაღაცა რა, იმიტომ რომ over engineering-ი მგონია რომ ხშირია რა ჩვენთან და ხშირად აი Kubernetes ან რაღაცა აი ორკესტრაციების გამოყენებას ვიწყებთ და 40 კაცი მყავს სულ იუზერი. რა თმინდა მიკროსერვისის მუღამი და ის ხო ის არის რომ მე ლოადი გადავანაწილო და ჰორიზონტალურად ეგ ხო ნომერ პირველი ან ჭირდება საერთოდ კი არა ეგეც ალბათ დეველოპერის ეგეც მარტივი არ არის რა ეს ვითომ მიკროსერვისები და კაია და მაგრამ არ არის ადვილი ამბავი იქ იმდენი ის გაქვს რა ჩავარდნის წერტილი Excel-ში და ეგ ბევრ რაღაცაში ცოდნა გჭირდება რა მაგასაც და კი მარტინ ფოულერი მაგას არ ამბობდა სულ კაცო რომ ისო მიკროსერვისებით დაიწყო პროდუქტი არის ძალიან დიდი შეცდომა თუ რაღაც წინასწარ არის შეგნელება მოხდება და load-ი ექნება რა იმდა რომ წესი არ ეგეთი რომ დაიწყო მონოლითურად და მე okay გაიზარდა პროდუქტი გაიზარდა ბიზნესი, გადავწეროთ მიკრო. ეგაა იდეა. ხარ დაუშვათ, აი ვიღაცა Google-ი თუ რაღაცა და იცი რომ ეხა მე რო დავაანონსებ ამ პროდუქტს ეგრევე 200,000 კაცი მოაწყდება, ნუ მაგისთვის ემზადები სხვანაირად და ეხა მე რო ჩემთვის პროექტს უშვებ, 100 კაცი თუ შევიყვანე, ვასაყოლ ვიტყვინა რა. თან ეხა რასაც თქვენ საუბრობთ, ეგ მარტო მიკროსერვისებზე კი არ, ანუ ეგ შეგვიძლია გადაახურდაო და თქვა ნებისმიერ ტექნოლოგიაზე რა, ანუ front-ზეც, mobile-ზეც, ანუ ისი იაგნი ეგ არის იდეაში და ორივე. ანუ რა თუ არ გჭირდება, ნუ გამოიყენება. ანუ ჯერ გაიგებ ჭირდება თუ არა, მე და რაც უფრო მარტივი იქ, ანუ ჩემი აზრით, ანუ დღეს მივიღეთ სამყარო, სადაც გვაქვს hardware-ი რაღაცა დაფრინავს hardware-ი და software-ი არის საშინელი. აი просто მაგაზე ვიდეოები არსებობს. ანუ ეგ შედარებით რომ ბუნებრივია, ბოდიში გაგაწყვეტინე, ანუ ეგ ჩვეულებრივია. ეხა უარესი მოხდება რა, ეხა AI-ის AI-ის კოდერები წამოვლენ და წამოვიდნენ უკვე რომ და ძალიან კარგიც არის ალბათ რა ეს ბუნებრივი რაღაცა პროცესია როცა უფრო ხელმისაწვდომი ხდება პროგრამირება ასე ვთქვათ რა უფრო მარტივად ნაკლები ცოდნით შეგიძლია რაღაცა კოდი დააწერინო ნუ AI-ის დააწერინებ თუ რაღაცნაირად კომპიუტერს გააგებინო რა გინდა რა ჩვეულებრივ რაღაცა ინგლისურად თუ აღუწერ რაღაცა ნორმალურად რაღაცა კოდს დაგიწერს თუმცა ეგ მეორე მხრივ ეგ არანაირად არ ნიშნავს რომ ეს პროგრამისტებს ჩაგვანაცვლებს თუ რაღაცა ინჟინრებს თუ რა ვიცი რას ვეძახით ჩვენ თავს რა და ეს ძალიან კაია რომ ხელმისაწვდომი ხდება როგორც რავი ნებისმიერი ახალი ინსტრუმენტი რო გამოდის და გვიადვილებს რაღაც საქმეს ეგეც მგონია რომ ეგ ნაწილია რა AI-ის თემაში და software-ი უფრო და უფრო ხარისხით ბანძდება და უფრო ნელი ხდება ეგ სინამდვილეში არ ბანძდება რა ნახე ის ეგრე იძახდნენ მე მგონი ყველა software ინჟინერი ისტორიის განმავლობაში რა ვიღაცა რო წერდა იმაზე რა ქვია პერფობარათებით რო აკეთე წერდნენ კოდს იც გაიცით თქვენ ეგ ამბავი ადრე ხო გეცოდინებათ როგორ არა მამა ჩემს ქონდა სახში პერფობარათები ხრეტები დაღალდი იყო რა და ის ვიღაცა იმაზე რო წერდა მე ასემბლერზე ვინც წერდა იმაზე იძახდა რომ ეს ამან რა იცისო რას აკეთებსო რა მე ესე წარმოვიდგენდი მე ასემბლერიდან ვიღაცა C-ზე რო დაწერა აზე არ არის ეგ რაღაცა ინგლისურად ებაზრება და ასემბლერი просто მანდ ნახე რა არის ეს მუდმივი პროცესია აბსტრაქციის ასევე რა ლეიერის დადების და ზუსტად seniority სინამდვილეში განისაზღვრება რა სიღრმეზე ხარ შენ ამ ლეიერებში ჩასული რა პრობლემა ჩემი აზრით დღევანდელ software-ში არის ის რომ აი თანამედროვე ნებისმიერი JavaScript framework-ი რო აიღო და მოგინდეს web-ში просто div-ში hello world და ეს world-ი რო ცვლადში ქონდეს და ეს world-ი რო შეიძლება ავტომატურად რენდერდება ეს რო გააკეთო просто ხო ვიღაც შეიძლება არ ფიქრობს გახსნის ტერმინალს npm რაღაცა დააყენებს და მარტივია მაგრამ просто რო ჩაყვა იმ dependency trees რამდენი რაღაც გჭირდება რომ ეს ყველაფერი გააკეთო
და მე წარმოვიდგენი ამაზე მთელი პროექტი და დიდი კომპლექსური პროექტი, ანუ უბრალოდ სიგიჟეა. არა და სინამდვილეში რამდენად მარტივია რაღაცა vanilla JavaScript-ი. თუ მარტივ რაღაცას აკეთებ, აჩინია რას აკეთებ მანდაც რა წერანას ვაპარაკობდით რა. ხო, მაგას რომ ანუ ძალიან მარტივია დღეს რომ ვიღაცა დაждდეს, მარტივი რაღაც გააკეთოს და იქ მართლა კაია რა ხელმისაწვდომია, მაგრამ მაგას აქვს ზუსტად ის drawback-ი, რომ თანამედროვე software-ი, ანუ ტიპები მაშინ როცა hardware-ი არ იყო, აკეთებდნენ უფრო strap software-ს, ვიდრე დღეს როცა hardware-ი დაფრინავს. მან ეგეთი ან ორი რაღაც მინდა ვთქვა რა, ერთი არის ის რომ პირველ რიგში მე ძალიან რაც არ მომწონს, რადგან თანამედროვე development-ზე ვსაუბრობთ, არის ის, რომ ძალიან აი იდეაში რაც წერან ვისაუბრებთ, ეგ არის, ხო, სხვა კუთხით. ძალიან არ მომწონს თანამედროვეობაში ტრენდულ თულებს აყოლილობა რა. იმიტომ რომ რაღაცა გაბაზრდება, Google რაღაცას ჩაუშვებს, დიდი კომპანიები რაღაცა და იმათ აქვთ იმის манипуляციის უნარი, რომ მე development-ით სხვანაირად წაიყვანონ რა, გუნდების, პროექტების, ასე შემდეგ ეს ყველაფერი. რა გახსენდება ბოლო ეგეთი? მიკროსერვისები მაგალითად. მხოლოდ იმიტომ რომ ანუ რაღაცები ხო აი ბოდიში მაქედან დავიწყე იდეაში და ყველაფერს აქვს რა რაღაცა მე თუ სწორად მივხვდი რას ამბობ რა იმიტომ რომ რაღაცები ჰაიპდება ხოლმე ძალიან ზუსტად სინამდვილეში კი იმას რაღაცა გამოყენება აქვს მაგრამ ის ჰაიპი იმდენად გაცდება ყველაფერს რომ არ ვიცი ყველგან იმას როტენი აი რაღაც ბლოკჩეინზე უნდა იყოს უთო 100 მილიონიანი თავისი ადგილი აქვს იმას რაღაცა კი 100 მილიონიანი რაღაცა user base-ი შესაძლებელია რომ მონოლითურ აპლიკაციაში იდეალურად მოიმსახუროს მოკლედ ეს ამ ადამიანებს და საერთოდ არის საჭირო კომპლექსურობა და ახალი რაღაც ცალკე ბაზები, ცალკე უბედურებები, ცალკე message broker-ები და ასე შემდეგ. ეს ერთი. მეორე რაც მინდა გითხრა არის ის რომ აი წეგა რა თქვი რომ ჩამორჩენილია hardware-იო მე მასაკვია software-ი რა. ხო, აი ერთი ეგეთი მაგალითი მახსოვდება ბოლო პერიოდიდან რა. ბოლო პერიოდში რადგან ეს AI და LLM-ები ძალიან LLM რაღაც მოდელები აქტუალური გახდა ხო დავიწყე ეგეთი განსაკუთრებით მასმერად DeepSeek-ი გამოვიდა და ასე შემდეგ ულამა გავარჩიე რა ანუ როგორ ხდება რაღაცა ლოკალურად ამ LLM-ის დაყენება engine-ით და ასე შემდეგ რა ხო და როგორ არის იცი ყველა ეს engine-ი როგორ არის ხო ანუ ზოგი უფრო ვრცელია და უფრო შესაბამისად მეტი საფიქრალი დრო სჭირდება და რომელიც უფრო პატარა იმას ნაკლები დრო სჭირდება თუმცა რაღაც პასუხი დაგიბონოს ხო და აი განსაკუთრებით თუმცა ძლიერ LLM-ს იყენებ hardware-ი უნდა გქონდეს რაღაცა საოცრება რა. ხო და აი ეს ნაწილი რაც შენ ახლა ილაპარაკე, ხო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ეს AI engine-ები წამოვიდა, კიდე უფრო მეტი და უფრო ძლიერი hardware-ის შექმნის აუცილებლობა გაჩნდება რა, იმიტომ რომ წარმოვიდგენელია უკვე რა, რომ რაღაც ჯერეგერთი user-ი და კლიენტი არ არის ბედნიერი, როდესაც loading-ი უწევს რომ რაღაცა დრო დასჭირდეს ერთი ეს, მეორე ის რომ ხო აი ამ LLM-ს, რომელსაც დიდი უბედურების დაპროცესება სჭირდება და სხვა თულებზე აღარ საუბრობ, შეჭირდება რაღაც იმაზე ძლიერი hardware-ი, ვიდრე დღეს გვაქვს. ამაზე ეგრე მგონი. მე მგონი აი DeepSeek-ი რო გაიჩიტა ეხლა ეს ჩინური ისა მოდელი თუ რაც ქვია. დაეცა ფასი იმისი Nvidia-სი, რომ ამათმაო დაატრენინგესო თავისი მოდელიო, ნუ წინა ვერსია GPU-ებზე და არ არისო რა საჭირო ეს ახალი GPU-ები და რაღაცა Nvidia-ს ვითომ წყალი შეუყენესო ამით. მე მგონი რომ პირიქით იქნეს რა ეხლა შენ პოინტი თუ შენი აზრი მინდა რომ გავაგრძელო რომ სინამდვილეში ეს უფრო open source-ია ხელმისაწვდომი გახდა და ყველას უნდა უკვე რომ თავისი ერქონდეს ჩემი AI მე მინდა რომ სახში მყავდეს კომპიუტერში მყავდეს და არა ვიღაც ChatGPT-ს რაღაცა $20 თუ რაღაცა ვუხადო თუ Anthropic-ს თუ კიდე Gemini-ს თუ რამდენიც არის ხო და ძალიან ის არის საინტერესოა სხვათა შორის რა ეგ მიმართულება მე ძალიან მაინტერესებს ეხლა overhyped არის და ეს კიდე შეშენარჩუნებდა დიდი ხანი იქნება overhyped-ი ამასაც აქვს თავისი რაღაცა ნიშა სადაც ძალიან პრაქტიკული იქნება ამის გამოყენება ესე მგონია მე ნუ ესეც სადღაც დაიჭერს ესე ავარდება და ყველაფერში AI შევტენით და მე მივხვდებით რომ აქ რა უნდა და AI-ს და რაღაცა და რაღაცეებიდან ალბათ ამოვაკლებთ საბოლოო ჯამში და მივალთ უფრო ოპტიმალურ ადგილას თუმცა ხო ეხლა ვართ მანდ რა მაგ იმაში ყველაზე აბსურდულ ადგილას სადგინახიათ და ჩაკუხებული ეხა AI ვარ ვიცი მე ნახე GitHub-ზე დაამატეს ეხა code reviews დროს შეგიძლია მონიშნო ფაილი ანუ reviews ხო ვაკეთებ მაგრამ შენ მომიშენ review-ერად და 7 ფაილში გაქვს change-ი შემიძლია Copilot-ს უთხრა რომ აი ამ ფაილის review გამიგეთე რა და აი ჩემი ეგ არის ყველაზე დიდი სისულელე იმიტომ ჯერ ერთი პირდაპირ შემიძლია თუ მაგის დარევება მინდა
просто დავაკოპირო და მე მგონი ხო მან ძალიან ნებისმიერ LLM მოდელს და რევიუ სუბიექტურია რა ვიცი ანუ ვიღაცას მოსწონს ვიღაცას არ მოსწონს ხო ну აი ეგეც რო ჩავთვალოთ რომ ეგეც არ არის შანსი არ არის просто რომ იმ კოპილოტმა შენ შეიძლება 7 ფაილი გაქვს შეცვლილი მაგრამ რაღაცა კონკრეტულ ფაილის ჭრილში მე შეიძლება რადგან აქ ძალიან მთელი code base-ი ვიცი მივხვდე რომ ეს აქ არ უნდა იყოს იმიტომ რომ სადღაც იქ არ გამოგვადგება რა და მაგას просто ის LLM-ი იმ წუთას იმ ერთი ფაილის review-ით ვერ მიხვდება რა მაგრამ და ეს მოგცემს ყოველთვის კი კოდის წერილს სხვადასხვა აბსოლუტურად არასწორ ვიყენებ AI-ს და აი მანდ მივალ ხა მეც რა ნახე ისე აი კოპაილოტითაც ვიყენებ და იქ მაშინ ვიყენებ როგორც თქვი და რაღაცა იქ თავის ციკლი ეჩეტაო რაღაცები უთხრა რაღაცად მაგრამ Z-ში ეგ მომწონს რომ თვითონ არა ანუ ეგ AI-დერი თუ AI-დერი როგორ კი AI-დერ რა ეგეთი ის არის თულია კიდე შეიძლება უთხრა აი პრომპტით რომ მინდა აი ამის გაკეთება და დავაი და გადაგიწერს ყველაფერს დაგი კომიტებს და გეუბნება რომ აჰა შენ ეს კომიტი და ამ კომიტიდან ნახე მე შენ თვითონ review ეგ უფრო ლოგიკური მგონია რომ იმან რაღაცა დამიწეროს და მე ვაკეთო review იმიტომ რომ იმან რა review უნდა აკეთოს ვერ ხვდები რა ანუ და ამ კოპაილოტის გამოყენებისასაც კიდე ყველაზე ხშირად ნერვები მეშლება აი რეფერენსი ავტოკომპლიტი გაქვს ხო როგორ გამთავრებინი არა რომ იმთავრებს თუ ერთხას მიმთავრებს ძალიან მოწონს და ძალიან როგორც წესი სწორად ამთავრებს ხოლმე იმ ხაზზე რა რის შესვლა მინდა თუ multi-lines მაძლევს 99%-ში მაზავს რა რაღაცას მაინც მაზავს ანუ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეგრეა შეიძლება დაიხვეწოს და უკეთესი რაღაცეები გაიჩნდეს მაგრამ მგონია რომ AI ვერ იქნება ადამიანის ჩამონაცვლებელი ну დიდი ხანი ჯერ კიდევ რა რაღაცა ისეთ სფეროებში სადაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ზუსტე რაღაცეები ჩემს ეხლა ვერც სფეროში ვერ იქნება მაგრამ რაღაცეებში ძალიან კარგი თულია რომ დაიხმარო და რა ეხლა რომელ მოდელებს იყენებ ახლა მაგალითად მე ძირითადად ვარ ფულს რომელს უხდია Anthropics ვარ ძირითადად და ეს რომელია Claude ოკეი Claude ხო Claude ეძახიანი ჩემ მეგობარი მუშაობს ფოტოშორის Anthropics-ში ქართველი ძალიან კაი ბიჭი აი ITDC-ში ვინც მიყვანა CTO ვინც იყო ხო მან ITDC-ში ვინც მიყვანა Google ხო გეგა გურო ხონდაძე ხო და ეს სტატია დაიწერა შაშან მაშინ Claude არც იყო გამოსული ეგეც რეკლამით ხარ და მაშინ წავიკითხე და მაშინ არ იყო ჯერ იგი ეხა ავაწყე ისე AI-ზე თუ ორ სიტყვას მოგიყვებით რა მე თუ კი გავაგზავნოთ AI-ს არა გავაგზავნოთ AI-ს ხო და არა ბოლოს რაც ვიმაიმუნე AI-ზე იყო ძალიან საინტერესო ეს რაგი თუ გაიგიათ არის ესეთი რაღაცა მიდგომა მისი რომ ანუ რამდენიმე ვარიანტი გაქვს რა რომ რაღაცა ეხა ეგ ავაწყე კაი რა ავაწყე გეტყვით და მე ტექნიკურად როგორ გადაგაკეთებ ესე იგი არის რაღაც მარტივი ჩატი, შედიხარ, ეჩატავები და ეკითხები, ანუ ამას წინასწარ აქ ნაჭამი, ასე ვთქვათ, ნიუსები, რაც ხდება ქართული, აი რა ხდება კომია მე მგონი თორსა ბავშვები, კაი ბავშვები არიან ის გააკეთეს ძალიან და მაგათ რაღაცა API მომწეს და იმ API-დან მომაქ ბოლო რაღაც 100 ნიუსი, რაც ქართულ პრესაში ქვეყნდება რა, ნუ ცნობილი რაღაცა გამოცემებში და ამის მიხედვით პასუხობს AI რა. ხო და ეხა არის ეგეთი თემა რომ შემიძლია ეს 100-ვე ნიუსი ყველა პრომპტში ვატანო და იმან მითხრას რომ ოკეი, რაღაც შენ უკითხვას დაუსვავ რომ აბა იმან რა განცხადება გააკეთა ან რაღაცა რა ხდება უკრაინაში ან რაღაცას რო კითხავ სტატიიდან ალბათ ასე თუ ისე ამოარჩევს AI რაღაცას და გეტყვის რომ აი ამ სტატიაში წერია რომ ეს ხდება. მაგრამ ნუ ეგ აშკარად არ არის ოპტიმალური რომ 100 სტატია ყოველჯერზე ატანო პრომპტში ტოკენები გეხარჯება სასწაულად. და მაგის ოპტიმიზაციის თემას და გადავედი მე და ეს ოპტიმიზაციის თემაც არის ოლამას გამოვიყენე მანდაც და რამდენიმე მოდელი ტესტადი აი ყველაზე ცუდი ხანდახანა ის არის ხოლმე რომ ქართული ძალიან უჭირს ცადე მე ყველაზე კარგად ანთროპიკი მუშაობს ქართულად და მაგიტომ მაგ ძირითადად ანთროპიკთან ისა რა რაც მე გამიტესტია ყოველ შემთხვევაში GPT-ს reasoning მოდელი ხარას დაამალეს ეგეც იმ DeepSeek-ზე image extraction-ის ერთ-ერთი ის არის რომელია არ მახსოვს აი ლამა არის მე მგონი ეგ რომელიც იმენა image extraction-ზე იმუშავა რა არა ლამაში ხო მოდელებს აყენებ შიგნით ეუბნები რა მოდელი გინდა და მან embedding-ისთვის ვიყენებ მე ხა ლამას რა და ხო და აი extracting-ი მინდა და ცადე უბრალოდ რა რომ ქართული ტექსტიანი რაღაცა ფოტო ჩაუგდე რა და რაღაცა საერთოდ სხვა რაღაცა ვერა აი
იმან მეორემ ყველაზე DeepSeek-ის 3 და 2-ია თუ არ ვცდები, რომელიც ულამა ამ წამს ასაპორტებს რა, ბოლო ვერსია რაც არის და მანდაც ეგ DeepSeek-ის ვერსია 1 მოკლე ვერსია, მეორე დიდი სრული ვერსია. ის სრული მუშაობს. ოღონდ ისე ვერ მუშაობს, მაინც სრული გაუშვი სადმე? ის 672 მილიარდიანი თუ რა. კი ბატონო, კი. ეგ გაუშვი ლოკალურად და ვცადე უბრალოდ რა. კომპიუტერი გაკეთეთ. კი. მაგას ის უნდა. მაგრამ ერთ იუზერზე რაღაცას ხო, ხო, ერთ იუზერზე ეგრო სერვისად გაუშვა მე ხო. არა, სერვისადაც გაგვიშვია იდეაში პროექტში გამოგვიყენებია რა. მე მითხარი რა პარამეტრები რა ჰარდზე მუშაობ რომ მეც მინდოდა მაგის დაყენება და რაღაცები რომ წავიკითხე ინტერნეტში. აუცილებლად გეტყვი. უბრალოდ აი წერა რაც თქვი რა რომ hardware მაგ ეგ გამახსენდა პირველი რომ ბოლო პერიოდში გავაკეთე ზუსტად რა რომ საკმაოდ დიდი სჭირდება რა ენერგია და ძალიან მაღალი დონის hardware-ი უნდა გქონდეს რომ პასუხი ნორმალურ პირობებში დაგიბრუნოს თორე ხა რაღაც 10 წუთში დაგიბრუნოს ოკეი ხო ანუ რა თქმა უნდა ეხა რადგან იეზუსობთ კლოდმა და დაამატა ეხა ნახე გუშინ წინ გამოვიდა 3.7 და 3.7 დაამატა კლოდ კოდი ხო, კოდის CLI tool-ი რო დაამატა. კი, მე არ გამიტესტია ჯერ, მაგრამ ხო გავტესტე და ტექნიკური ხარვეზის გამო, ანუ ეგ ხო research development-ია ჯერ და არ მალოგინებდა რა, მაგრამ რასაც დავუგვირდი ძალიან მაგარი რაღაცა, იმიტომ რომ თვითონ პროექტის ჭრილში აჭმევ კი და მთლიან პროექტზე ეჩითება ცოდნა რა და აღარ გიწევს, ანუ თვითონ მიხვდება, მე არ ვიცი ხარ გამოყენებაში. იდეა არის სინამდვილეში. და მაგათმა გააკეთეს რამდენიმეა ეგეთი რომელიც და უბრალოდ თავისი გააკეთეს ახლა მათმა და ნახოთ როგორი იქნება მაგრამ ხო ეგ თვითონ რო გიცვლის კოდს ეგ ცოტა არ სხვათა შორის ეგ გამოვიყენეს C# წერისას იმიტომ რომ მეზარებოდა რაღაცა რეფაქტორი უნდა გამეკეთებინა რა ეს ცალკე კლასში უნდა და ვქუთხარი რომ მოდია ეს რაღაცა ეს მინდა რომ ცალკე კლასი მქონდეს ესე მინდა მქონდეს ესე და მიდი მეთქი და გამიკეთა სხვათა შორის ხო ნუ თავისი შეგიცვალ თუ მე შენ და რა ეს AI-დერი გამოვიყენე მაგაში რა AI-დერი და CLI tool-ია ესეც CLI tool-ი რა ეუბნები რომ აგერა ეს შენ პროექტი folder-ზე აძლევ რაღაცა access თვითონ გეუბნება უბრალოდ რომ აი ამაზე ამ ფაილზე მჭირდება access-ი ამ ფაილზე შენ გეკითხება და ოკეი ეტყვი და დაიწყებს და ახალ ფაილსაც შექმნის იქიდან წაშლის აქეთ ჩაწერს იმას იზამს დააკომიტებს საკაიფო კომიტ მესეჯს მე საკაიფო კომიტ მესეჯს დაგიწერს და მე შემოწმე ნახე დიფი ნახე რა ვინდა მე უყურე რა და როგორ აი ეგ ცოტა მაშინებს ეგ რა ხო არა დაპუშვით მე შენ დაპუშე რა ხო მაგრამ თან მე უფრო მიყვას იტერაციულად რა რომ ცოტას ან ვკითხულობ რა შემთხვევაზე და გადმომაქ რაც მაწყობს კი შეიძლება უხდენ რაც მინდოდეს ანუ ამ კოდის წერისას ხო შენ სინამდვილეში კომპანიის თვალსაზრისით რო შეხედო რა გარდა იმისა რომ რაღაცა პროდუქტს ქმნი შენი თანამშრომელი ცოდნასაც იძენს რაღაცა ილექება რა და ეს არსადარაფერი რა და ძალიან დიდი დანაკარგი მგონია ეგ რეალურ პირობებში თუმცა როცა გაქვს აი პროსტა რაღაცა სკრიპტი პროსტა რაღაც დებილობა მაქვს მოსაშორებელი მაგ შემთხვევაში ძალიან საკაიფო რაღაცა იქნება რომ გასხას რო არა უშავს ან რო რაღაცა რა ისეთი რა რომ უცბად რაღაცა გაპარსვა მინდა რაღაცის და ნახოთ რა გამოვა რატო არა კი იმიტომ სკრიპტებს და ეგეთ პატარა რაღაცებს მართლა მაგრა აკეთებს რა დაგიწერს უცბად რაღაცას იმას ხო თან სერიოზული პროექტი გინდა იქ მაგითი თან ყველაზე კაი მე რაც მომწონს არის რომ ანუ ძალიან მარტივად შეგიძლია უბრალოდ რაღაცებზე ძალიან ბევრი ხალხის და მილიარდი ადამიანის ნაფიქრები ორ წამში მოისმინო რა. მე მიყვარს ხოლმე როცა რაღაცებს ვადარებინებ რა, მაგალითად რაღაც მაგ X ტექნოლოგია, Y ტექნოლოგია და ანუ რაღაცა ერთი რაღაც გაკეთება მინდა. ამით რო გავაკეთო რა შედეგებს მომწონს კარგს, რა ცუდს. ამით რომ რაღაც და ჩამოგიხარისხებს საკაიფო და მე როგორ შეგიძლია შენ ლოგიკური დასვლა გააკეთო რა გამოიყენა რომელიც შენზეა რა. ხო და აი ეს თლიანად რო რაღაცები ცვალოს მაგ ცოტა მაშინებს. ხო მეც ბოლომდე ანუ 1-2 გავაკეთებინეს სულთა საექსპერიმენტო. ხო და ეგ კლაუდის თუმცა მეც რაღაცა ბოლომდე როა ჩემ თავს არ ვენდობი რომ რევიუში რაღაცას გამომაზავ რა. მე ტესტინგი გამემარტივა ძალიან. აი მეც სხვათა შორის ტესტების წერაში აი ტესტების წერაში ვიხმარ ძალიან. ისედაც кейსებს გააძუხმე მე რო რაღაცა ვერსია 1-2 რაღაცა დაწერილი ტესტი ჩემ სტილშიც და იმაშიც აგრძელებს როგორი ისიც მინდა რა ტესტი იყოს. ძალიან ის აკაი რამე. შეიძლება მალე ისეთი თულიც გააკეთონ რომ თან ხო ტესტის წერისას ხო ნუ თუ გაასხავს, მაგრამ
უნდა წაიკითხო რა თქმა უნდა, მაგასაც რაღაც თავისი რევიუ უნდა, მაგრამ ანუ იმდენად კრიტიკული არ არის, რომ რაღაცა პროდაქშენში უცბად რაღაცა იმიტომ დროს ამცირებს რა პირველ რიგში. შეიძლება უკვე თული გააკეთო, რომ კოდს რო დაწერ, რაღაცა command use to დააჭერ, ავტომატურად დაიგენეროს ამ კოდს და რაღაცა unit test-ები და თვითონ საერთოდ ეგეც ასევე development tool-ის ეგეც უნდა აღინიშნოს რა. სხვანაირი ხდება რა. აღარ მახსოვს ვინ აი სულ პირველი ეპიზოდი რო დავდეთ ჩვენ, ხო, ვიღაცამ დაგვიწერა აი ვერ ვიხსენებ ვინ უბრალოდ რა ეგეთი რაღაცა რომ მეო ლექტორი მყავდაო 20 წლის წინო რა თუ 30 წლის წინო რა და ისო რა ქვია მაშინ მეუბნებოდა ამბობდა ხოლმე C++-ზე თუ C-ზეო რომ გამოვიდაო რა რომ ისო რა ქვია რომ გამოვიდა კი არა მაშინ რომ დაიწყო გაცნობიერება რომ development-იო გატრუხდაო რა ნუ და ამას ამბობს რა ვიცი 30 წლის წინამდე ლენანზე რა ნუ იმას დაწერილი დაწერილი არასდროს ატრუხდება ჩვენც მან დავართ რა უბრალოდ მე მგონის ფოტოშოპს გიორგი მამალაძემ დაგვიკომენტარა ეგ არა არ მახსოვს. ხო, ანუ ეგ პირველ ეპიზოდში დავდეთ შენს ემაზე რა. ხო, Facebook-ის კომენტარი იყო. კი, მამალზე იყო. ხო და მე მგონია რომ ტრუხდება კი არა, უბრალოდ landscape-ი იცვლება და თამაშის წესები იცვლება რა. და უბრალოდ სხვანაირი ხდება რა. იმიტომ რომ ეხა მაგალითად მართლა ძალიან ბევრ რაღაცაში ისე გეხმარება, რომ აქამდე რო დაჟე რო ფიქრობ აქამდე მაგას როგორ აკეთებდი ცოტა გაშინებს რა Google-ის გარეშე როდის რო წერდი კოდს არადა რა Google-ის გარეშე რაღაცეებს მაგრამ როგორ შვებოდი არ მახსოვს ან რაღაცა Pascal-ზე რო წერდი რაღაცეებს იმასაც არ გეუბნებ რომ კომპილირებდი ერორია რა ერორია გეუბნება რომელ ხაზზეა ერორი რატოა რა მოხდა აზე ესე უნდა გაყვე და აი აქ წერტემძიმე დამაკალ და დისკი არა გაქვს რაღაც highlight-ი ან აქ აგაქან რაღაც წინაზე ისე საიდან სად მოვედით და თუ გახსოვს ესე წინაზეც მაგმა გითხრა რომ მეც ტურბო პასკალით დავიწყეო ხო გახსოვს პასკალი იყო მაშინდელი სიშა მაშინ რატო იყო ესეთი მე გეტყვი რა ანუ ეხა ხო აი ეხა როგორც fintech-ი და ესეთი ხო ყველაფერი .NET-ს იყენებს და C# იმიტომ რომ ერთი სტეკია მაშინ იყო ეგრე პასკალი მაშინ იყო მე Delphi იყო framework-ი ამ პასკალის ხო Delphi თალკე ენა იყო სინამდვილეში რა მე მგონი თალკე ენა იყო ხო ამ Delphi-ის დიზაინერი იყო არა პასკალის ბაზაზე იყო რაღაცა რა Delphi-ის დიზაინერი არის შენი C#-ის დიზაინერი ვინც არის Hellsberg სხვა შორის პასკალიდან აქვს გოს მოპარული ისა მოპარული ხეზე ორი წერტილი და ტირა კი მინიჭება ეგ იყო პასკალში იყო ეგ და მე სხვაგან არ ქონა მე მგონი პასკალში ანუ შენ თუ ინიციალიზაცია გჭირდება რაღაცის რა და პირდაპირ რაღაცა მნიშვნელობით რა სტრინგის მაგალითად რა ორ წერტილი ტოლობა და სტრინგს მიანიჭებ და არ გჭირდება სტრინგი თან პასკალში მასივის ინდექსაცია ერთით იწყება ხო პასკალში ერთით არა რომელიღაც ენაში იწყება ენით რა იწყება ერთით მასივის ინდექსები რა 0-დან მე ხედვი ნახეა ხო საინტერესო არ მახსოვს მე პასკალზეც შეგონე დიდი რაღაცა მაქვს ანუ რეალურად მამაჩემ მუშაობდა რაღაცა გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის რაღაცა და იქ რაღაცებს აკეთებდა ლუაში ხო და რო გავუტრაკე რომ მეც მაინტერესებს რა შვებით მეთქი კაროჩე ვერ მომიშორა და მომიტანა ეს ფურცლები რომ აი ეს აქო აკრიფო კონტროლ F9-ს დააჭერო და რა მოხდება მე ნახავო რა თუ მოგეწონება მაგათ თუ რაც კიდე ისქენიო და აი ეგრე ვიჯექი და უკრიფავდი რაღაცა აი ვაფშე რო არ მას ჩინური იყო რა რაღაცა რასაც უკრიფავდი მაგრამ მე მივხვდი რომ აქ რო ეს შევცვალო იქაც იცვლება ნახე და რაღაცეები და აი მე იყო turbo C++ Norton კომანდერი და MS-DOS-ი გვეყენა მაგრამ ზერო წერტი და ჩივრაიტერი თქვენ არიცით არა ну გებულცარმა MS-DOS-ი მახსოვს ბავშვობაში მამაჩემს რაღაც კაბინეტი ხონდა და იქ რაღაცა ის ლურჯი რო იყო და Norton კომანდერი ეყენა ხოლმე MS-DOS-ზე ძირითადად ისა ანუ MS-DOS-ი ხო ის ტერმინალია რა ან როგორც რაღაცა UI-ა ტერმინალ UI ხო და Norton კომანდერი იყო ან Total კომანდერის და რაღაცები მე მაქედან მოდის რა რაღაცა კიდე რა პირველი რომელი იყო თან მახსოვს ძალიან ისეთი იყო რა ფან პერიოდი იყო მაშინ ისეთ ცოტა off-topic-ი მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს Z0 Go-ს წერ დებაგინგისთვის რა გასაკეთებ მე ხო დებაგის მიჩვეული ვარ ცოტა ისე უცნაურს რა პრინტებით ხო
და არა breakpoint. breakpoint-ი რა ხო? breakpoint-ებითაც ხან და ხან, მაგრამ რას ნიშნავს breakpoint-ების გარეშე დებაგინგი? breakpoint-ებს არ ვიყენებ და არ ვადებაგ. ანუ IDE-ებს როგორც წესი ვაფშე არ ვიყენებ, რა დიდი ხანია თან. ეგ როგორ კაცო? აქ ჭირდება. რა დებაგინგი როგორ ჭირდება? სხვანაირი სტილი გაქვს დებაგინგის. print-ს წერო რა. ოკეი. console log რაღაცა რა ვიცი. გავიგე ხო. ანუ runtime-ში value-ების ამოღება და მაგას არ ვაკეთებ. მეც იშვიათად, ანუ გააჩნია რა პროექტს და გააჩნია რამდენად კომპლექსურია რაღაცა, მაგრამ როგორც წესი ვცდილობ რომ იმდენად კომპლექსური და რაღაცა და გავაკეთო რომ breakpoint-ი და რაღაცეები დამჭირდეს. ანუ conditional debugging-ი რო გიწევს, თან რომ აქ შემოდი მარტო მაშინ როცა აი ესეთები მოხდება რა. ანუ იცი რა მინდა კითხო. ენა ოკეი, გოლანგია. მაგრამ აი არ არის მარტო გოც რა ხო გითხარით რა C#-ს მიწევს რაღაცებზე მიწევს და თან რაღაცებზე кайფობ კიდევაც მაგრამ ესე ჩემი ასარჩევი რო იყოს კი კი არა სტექზე აღიარებ რა რაზე გეკითხები იცი ანუ აი თვითონ პროდუქციებს საუბრობ რა ენა აი იწერება გოლანგზე მაგრამ თვითონ ტექნოლოგია აი მაგალითად web framework-ი ხო framework-ი რა არა აქვს არ ვიყენებ ვაფშე არაფერს HTTP კოლები რამე ანუ რაზე გეკითხები ანუ მე ცოტა ისე ვიქوار დასაწყისში რომ შენ თქვი რა რომ ეს .NET-ის ისინი მიჩვეულები არის ანუ ჩემ შემთხვევაში როგორ არის ეს ხო C#-ზე ვწერ ASP.NET-ი არის იმისთვის რომ რაღაც ინტერაქცია კონტროლერი ხო რა კი ბატონო ხო და აი აქ ეგრე არის არა აქ არის main.go ფაილი შექმენი fan main გამოაცხადე და როგორ არის HTTP server და პორტი გადაეცი რა და დასეროს ეგ არის. ანუ native-ში რაც მოყვება ის web server-ი თვითონ ანუ იქვე რასაც სტარტავ რა. ეგ web server-ს იყენებს Google-ი თავის რაღაცა პატარ-პატარა რაღაცებში ალბათ ხარ ძირითადი რაღაცები C++-ზე ალბათ აწერი, მაგრამ ანუ production ready web server-ი მოყვება რა ანუ ეს სტანდარტ library-ში რაც არის HTTP ის არის ბიბლიოთეკა, რომელშიც შეგიძლია უთხრა რომ HTTP ჩართე რაღაც სერვერი ამ პორტზე. მე ამას ეუბნები პროსტა რომ აი ეს იყოს handle და ის გიგვარებს ანუ რაც მოყვება. ანუ framework-ი ცალკე არის, როგორ არ არის Echo არის, Genie არის, რა ბევრნაირი სხვადასხვა არის ხარ ვარ ჩამოთვალო. framework-ებიც არ არის, თან სინამდვილეში ეგ არის library-ების ნაკრები, რომელიც მომენტ framework-ი არ არის. ანუ ნაგამოვიდა. ისეთი framework-ი არ არის, რომ აი აქ კონტროლერი აქ უნდა გქონდეს და ის უნდა იქ უნდა გქონდეს ეგეთი framework-ი ფაქტიურად Go-ზე არ ვიცი. ერთი არის Gormi არის ცოტა ისე framework-ო, Gormi არის entity framework-ის ბიძაშვილი რა ჩათვალე რა რაღაცა. მაგრამ მაგასაც მე მგონი Go-ზე მართლა Go-ზე ვინც თითქმის არავინ არ იყენებს. query-ს წერებ query-ით და არა რაღაცით. ანუ driver-ი გამი რომელიც თქვა კონვერტაციას მოახდენს. driver-იც მოყვა SQL-ის driver-ი აქვს. კი, კონვერტაციას აკეთებს, ამიტომ ანუ input-ების ის უნდა გააკეთოს. ანუ ORM-ი არ გაქვს. ORM-ი არ გაქვს, რა query-ს წერ და აქ უწერ $1 ერთი ან კითხვის ნიშანი და აქ აიუნები რომ ეს უნდა შევიდეს აქ injection-ზე გიპარს. ანუ საერთოდ არ გამოვიდა, არის ერთი რაღაცა აპლიკაცია, რომელიც უსმენს რაღაც კონკრეტულ. ანუ აბსტრაქცია ფაქტიურად გაქვს მინიმალური, მაგის თქმა მინდოდა რა Go-ში არის რომ აი პირდაპირ SQL-ი გაქვს SQL-ს წერ რა, ის გაქვს რაღაცა HTTP გჭირდება, რაღაცა პროტოკოლი ის პირდაპირ იმაზე გაქვს თქმა და ძალიან basic რაღაცეებზე ძალიან მარტივად გამოდის სინამდვილეში ამათი ერთმანეთთან დაკავშირება. ზედმეტია ის overhead-ი ბევრი შემთხვევისთვის ხოლმე. მაგით იდეაში simplicity-საც უწყობ ხელს და ალბათ უკეთეს performance-საც. Dependency-ც ისე გაქვს რა, ანუ performance-საც ალბათ ხო არ ვიცი. ყველაზე მთავარი ვანდარი performance-ი და მეორე არის ალბათ რომ less is more რა. რესურსებს როგორ იყენებს რამდენად ბევრს ჭამს ასე რომ თქვა. არ ჭამს ბევრს რა მე ყოველ შემთხვევაში Go-სთან ეგ პრობლემა არ მქონია არც ეხა ვერ ვიტყვი რომ ისეთ პროექტზე მიმუშავია Go-ზე რომელზეც იყო აი სასწაული დატვირთვა ისეთი რაღაც ყველგან ვარ მინახავს თუმცა საკმაოდ კარგად მუშაობდა ეხა Go გამოვიყენეთ ერთ კაზინოში მუშაობდი საერთაშორისო ბაზარზეა ის კაზინო ქართული საქართველოში არ ოპერირებს და მთლიანად Go-ზე გადავწერეთ რა მთელი კაზინოს engine-ი, payment სისტემა, რაღაცეები მოკლედ ყველაფერი და შვენივრად უპრობლემოდ უმკლავდებოდა Go-ს ნაწილში არასდროს პრობლემა. არა, ანუ აი მე თუ სხვა ეგ ცხოვრებაშიც მქონია რა ეგ მომენტი რა რომ თუ ოდესმე მაგიტო გისვა ამდე კითხებს რა რომ C#-ის იქით დამატებით მე სხვა სტეკი მექნება მნიშვნელოვანი, ისე როგორც ახლა მაქვს C#.net-ი, ეგ იქნება და Go რა, ისე იმიტომ რომ უფრო მეტად simplicity-ს ამბავი აგებული მქონდა ასე თუ ისე რა. მეორე ვარიანტი იყო ჩემი მეგობარია ბოდიში უცბად გეტყვი, სანამ სხვა თემაზე გადახვალ C#-ზე წერდა რამდენი წელი, ერთი 10 წელი ალბათ შეიძლება მეტიც რა.
და Go-ზე რო რაღაცა მე იმას ვქენი შეუჩხიკინე მოდი ნახე რა შვება და რაღაცა მე ნახა და რაღაცეებში გამოიყენა რაღაცა და დღეს არის რომ ვა Go დავაი და ყველას ეუბნება მოდი Go-ზე წეროთ რაღაცეები რაღაცა ძალიან მოეწონა მასაც და შეიძლება გაგისწორდეს ხო კი არ გასწორებით გავისწორდება უბრალოდ .NET იმდენად მიყვარს პროსტა რომ ბოლომდე ვერ მივაგდე მაგრამ გარჩევით და სწავლით Go მაგ გაგმილი მქონდა ისედაც და მეორე მაგის კონკურენტი რაც მქონდა იყო ნაფიქრალი ყოველ შემთხვევაში რომ აი არჩევანი მინდოდა გამეკეთებინა Rust-სა და Go-ს შორის რა ანუ აი მაგას ვკითხულობდი ძალიან ბევრს რომელი უფრო დავაპრიორიტეტო რა და საბოლოო ჯამში Go უფრო მემარტივა რაც ვარის ერჩე მარტივი კი უფრო მარტივი Go-ა მაგრამ შენ რაშიც ჩხიკიდელაობა გინდა მაგის Go უფრო მეც ახლა აი Rust-ი უფრო არის ძალიან Rust-ი უფრო არის C++-ის replacement-ი ვიდრე მაგათაც C#-ის replacement-ი რა თუმცა Rust-ი ანუ უფრო ხო სისტემური ენაა რა აი მაგალითად ეხა ხო Linux-ის თემაზეც არის რომ Rust-ზე ვწეროთ კი kernel-ში კი Linux torvalds-ი უკვე სერიოზულად ანუ მაგაზე ბევრი პროპოზალი დაიწერა რომ Rust-ი იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი სერიოზული საკითხია და თვითონ იმ დროს ვკითხულობდი Rust-ი ვინ შექმნა თვითონ ის მერე Mozilla-დან რაღაც გააგდეს რა თუ წავიდა რაღაცა მოკლედ ისე Mozilla-მ რა ჩაიდინა ნახე კი რაღაცა დრამები მაგრამ ეწყინა და გადავედი LibreWolf-ზე ხა ვარ მე იმას ვიყენებ Firefox-ის ის არის მე Firefox-ზე ვიჯექი კაიხანი რა მე იმ Arc-ს ვიყენებ Arc-ზე გადამიყვანა ამან სხვათა შორის ოღონდ სრულად მაინც Zen ну შეიძლება Arc-ის მერე Zen-ი ისე არ გაგისწორდება სხვათა შორის მე Arc-ის ყველაზე მეტად რაც გამისწორდა არის shortcut-ები აი მაგალითად URL-ს რო აღარ ვაკოპირების რო არ მივდივარ მაუსით და იმას და command shift-ის რო ანუ აი პატარაა მაგრამ ჩემთვის ძალიან და ის split view რო შემილია კიდე ხო Arc-ი ძალიან კაია მე მაგაზე ვარ მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც Safari-ია ანუ აი ჯერ Safari და მე Arc-ი ეგორი მაქვს რა მე Arc-ს გარდა აქვს front-თან ურთიერთობა რომ მიწევს ხო მე მაინტერესებს თუმცა Arc-ს რაღაცა Safari-ს ხო არ აქვს ის არა ვარ Chrome საკულაზე საბრაუზინგოდ ხშირად ვიყენებ Safari-ს მაგაზე ვარ თან და ბევრად უფრო ოპტიმიზებულია თქვა ელემენტს ნაკლებს შემიჭამს და რაღაცა შემთხვევაში მეც ვიყენებ Safari-ს თუმცა ანუ main browser-ი მაინც რაღაცა Firefox-ი მაქვს ხო მე მაგ browser-ს სინკი არ აქვს მაგას როგორ იყენებ თო აი მე მაგალითად ანუ აქ რაც არა Firefox აქვს ტელეფონშიც ისინქება კი მაგრამ ეგეც ეხა წავშალე Firefox Mozilla-ს აკაუნტი წავშალე ისე გაუბრაზდი მაგათ იმაზე რომ წავშალე Mozilla-ს აკაუნტი მიწერეთ რაგები ყოფილიყო ბიჭო რაღაცა პრომისი უწერეთ terms-ში უწერიათ რომ აი დაიგინეს ტიპებმა რომ ჩვენო თქვენ დატასო ხელს არ ვახლებთო რა კაროშე კი არა ვაფშე არც ვაგროვებთო და ეხა დაიწყეს რომ დატა უნდა შევაგროვოთო კიო არაფერში ცუჩი არ გამოიყენებთო მაგრამ მაინც კონდეს რა მოდი რა აი მაგით Mozilla-ს არ ვიყენებ არასდროს იდეაში მე მეგრე მახსოვდა რომ Edge-იც მაგალითად და Firefox-იც რაღაც მომენტში Google Chrome-ის სერვისებს იყენებენ. არა, მგონი არა. Microsoft Edge-იც და Safari-ც. ინტერნეტური რაღაც გადაკეთდა. Edge-იც, Safari-ც და Chrome-იც არის იმის engine-ზე, რა ქვია? Chrome VV8-ზე თუ რა ქვია. Verva engine. ხო. თუ რაც არის. ან მაგათ engineer საერთოდ თორე. WebKit-ია ბოდიში. არა. არა, V8-ზე არა, ბო. JavaScript-ის engine-ზე. Safari WebKit-ია, რაღაცა მომენტში გაიყო რა ეგ რა Chromium-ი და Chrome-ი ცალკე წავიდა, აქეთ WebKit-ი დარჩა და Edge-იც მე მგონი ის იყო რა, WebKit-ი იყო თუ Chrome-ის, მაგრამ იმას Firefox ყონა ცალკე engine თავისი. და რეალურად შეგეძლო Chromium-ზე დააშენო, open source-ია და Arc-იც Chromium-ია, ხო და Zen-ი არის Arc-ი, ოღონდ Firefox-ის engine-ზე რა, Zen ქვია. ეგ არის არ გამიგე. Opera გახსოვთ? კი. იყენებენ ეგ Opera მგონი რუსულია, ხო, როგორც მახსოვს თუ არ ვცდე. მე ეგრე მახსოვს რომ Opera რუსულია. მე Arc-ის მთელი ყველაზე მეტად რაც მომწონს არის shortcut-ები, split view და მაშინ რა ქვია, ტელეფონში და სხვა device-ებში, სამსახურის ლეპტოპში, სახლის ლეპტოპში ყველგან რომ ერთი და იგივე ის მაქვს, ეგ ძალიან მომწონს რა. კი, კომფორტი არის. და Arc-ს მეც ძალიან აქტიურად რო გაიჩნდა თავიდან დავაყენე და ძალიან მომწონდა და
რო თქვეს რომ შევწყვიტეთ დეველოპმენტიო, აი თქვი რაღაც უბალეში ყო აქ და წამოვედი და სხვა რაღაც ანუ არ და შემოდის ხა აპდეიტები დღესაც შემოვიდა, მაგრამ უბრალოდ რაღაც ალბათ დიდი ფიჩერები სადღაც მიხვდნენ რომ ანუ მეტი რა უნდა დავამატოთ რა ანუ ბრაუზერს ალბათ სადღაც მიხვდნენ და ანუ მართლა ძალიან ის game change იყო რაღაცები ხა მე ცხოვრებაში არ მიფიქრე რომ ბრაუზერში შეიძლება და მქონდა split view არა ნუ ძალიან კაი რაღაც ან ეს რომ შემიძლია რომ ეს გავაქრო მთლიანად ეს გვერდზე და მთლიანად full screen-ზე რო ხარ ანუ არის რა რაღაცეები და კაია რა ით რაღაც game change-ები მე სხვა ტიპებით ფიქრობენ რომ შეიძლება და მე გამოდის კონკურენტებით იჩდება ძალიან მიყვარს ხო ეგეთი რაღაცეები როცა რაღაც status quo-ს აჩელენჯებენ სინამდვილეში status quo არის რომ ზემოთ უნდა იყოს URL ბარი იქ ეს ბექი უნდა კონდეს ჯო ვაფშე სხვანაირად იქნება და იქნება უკეთესად გამოდის. ნუ შეიძლება არც ანუ ეგეც რაღაცა ისეთი ექსპერიმენტია, მაგრამ ძალიან მიყვარს ხოლმე და ვცდილობ მივხვდე ის თუ ჯობია წინა ვერსია. ყოველ შემთხვევაში ეს მაჩვენებს, რომ აი იმას რა პლუსები აქვს, როცა ესე მაქვს და არა ესე, მაგრამ შეიძლება ამ რაღაცებში ეს ჯობდეს რა. ერთი რაღაც მინდა თემა ჩამოვაგდო ეგეთი რა ვიცი რომ ბევრწლიანი გამოცდილება აქვს და ბევრი რაღაც კი ნახავს ხშირი არის ხოლმე ამაზე დავა და ალბათ აზრები არსებობს სუბიექტური სტარტაპსა და დიდ კორპორაციებს შორის versus მუშაობაზე რა ჩემი გამოცდილებიდან მაგალითად ბოლო 3 წელი 3 წელია ალბათ უკვე სულ სტარტაპებში ვარ რა და ნუ თლად სტარტაპი არ ეთქმის მეტია ვიდრე სტარტაპი უბრალოდ რა იმიტომ რომ მუშაა და თავის ფინანსები და ასე შემდეგ პრობლემა არანაირი არ არსებობს უბრალოდ ცოტა ხალხი მართავთ რა ესე რო ვთქვათ რა ხო და ნახე კორპორაციებში როდესაც მუშაობდი დიდ აუთსორსინგ კომპანიებში და რაღაცა მიმუშავე ასეთი მეებშიც ყოველთვის იყო მეტად უფრო strict policy რა და აი სტარტაპებში უფრო დუმხალია მაგრამ რაღაც მომენტში მაინც უფრო თავისუფლად ვზნობ იმიტომ რომ ყველაფერი რაღაც ერთ იმას რაღაც დინებას არ იმაშება რა აი შენი გამოცდილება როგორ არის მაგამ ბავში მე ვიცი რომ სტარტაპები მოყვარული ხარ ასე თუ ისე რა მაგებში მუშაობაზე სტარტაპი მე ხო რა როგორც თქვი უფრო სტარტაპის კაცი ვარ არ მიყვარს ზედმეტი რაღაც წესები ცოტა ქაოსი ცოტა ეს კრეატიული ქაოსიც რაღაც ახსენე რა რომ თავისი პლუსები აქვს მაგას და მაგის დაკარგვა ჩემთვის რაღაცა ის არის ანუ ზოგისთვის უფრო კომფორტულია რა თქმა უნდა აი გაწერილი პროცედურა, გაწერილი პროცესებით და აი აქ ეს თუ მოხდა ისევ შვებით, ის თუ მოხდა ისევ შვებით, ოკეი, ეს არის თუ დაალაგებული აწყობილი ცხოვრება გვინდა, ოკეი, კარგია, მაგრამ თუ ახალს ვქნით რაღაცას, მე ესე წარმოვიდგენე რომ ახლის შექმნისას ყოველთვის შეცდომებიც უნდა დაუშვა. სხვანაირად ახალს ვერ შექმნი რა. თუ შეცდომას არ უშვებ, რაღაცას ძველს იმეორებ ყველაზე კაი შემთხვევაში რა. ან არაფერსაც არ აკეთებ რა სინამდვილეში თუ პრობლემა არ აქვს თუ შეცდომა არ მოდის და ამ ქაოსში იქმნება ხშირად ახალი რაღაცები და ახალი რაღაცების სწავლა ხდება სინამდვილეში ანუ ძალიან მიყვარს რაღაცების შესწავლა და მაგ მხრივ მირჩენია სტარტაპული გარემო და ხო დიდ კომპანიებთან მიჭირს რაღაცა ბიზნეს პროცესებთან უბრალოდ მგონია რომ ბევრად უფრო ახლოს ხარ რა სტარტაპებში როდესაც მუშაობ რა და უფრო მენეჯმენტის იმასაც ითავისებ და ბევრი სხვა პლუსი მგონია რომ თან შენ გავლენასაც გრძნობ რა სინამდვილეში კარგად გრძნობ და ჩანს კიდევაც რომ რამხელა გავლენა მოახდინე შენ აი ამ ჩენი ცვლილებით იქ შეხედე რომ იუზერი შენ თუ აკეთებ არ ვიცი რაღაცა Google-ში რაღაცა date time-ის კლასზე ეგეთი ტიპი იყო აქ ჩამოსული სხვათა შორის ძალიან სახელი არ მახსოვს აი ძველი GDG-მდე იყო GTG თუ GTOG თუ რაღაცა GDG-ის წინაპრეპარი რო იყო მაშინ აქ ჩამოვიდნენ რამდენიმე Google-ერი რა ორნი იყვნენ მე მგონი Google-დან და მესამეც რაღაცა შემთხვევით თან ძალიან შემთხვევით გაიჭდნენ და იყვნენ ერთ-ერთი core დეველოპერები Google-ის ანუ არა სტანდარტულად რო და ბევრი ხო ეხა თქვა დადის და კონფერენციებზე და რაღაცა და მიჩვეულები რო არიან და ეს იყო უბრალოდ დეველოპერი რომელიც ეს კონფერენციებზე არ დადის მაგრამ core რაღაცებზე მუშაობს რა იქ Google-ში და გითხრა რომ მუშაობო date time-ზეო რა ბიჭო თავიდან ხო ხდება რა date time-ზე რა მუშაობა ჭირდება რა და მე რაღაცები მოგვიყვა ძალიან საინტერესო იყო მასთან ეს განხილვა რა ხელა მნიშვნელობა აქვს რომ სწორი date-ის და რაღაცა და იქ რო საათი გადადის ცალკე თიმი ყავთ რაღაცა თურმე რომელიღაცა ქვეყანამ გადაწყვიტა რომ ხუთშაბათი დღე გაეუქმებინათ და მოგვიყირავა ყველაფერი და ანუ სადღაც იქ წყნარ ოკეანეში იყო თუ რაღაცა ეგეთი ამბავი რომ
რაღაცა 23 საათი ქონდათ ახალ ზელანდიასთან სხვაობა თუ რაღაცა რა დროში და ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი კუნძულია თუ რაღაც პატარა რა და სავაჭრო პარტნიორი ახალი ზელანდია ყავს და ეს რო უთანხმდებიან რომ 4 შაბათს 3 საათზე შევხვდეთ ამისთვის 5 შაბათი 2 საათია თუ რაღაც და კარჩი გადაწყვეტეს რომ იმ time zone-ში გადავიდეთო რა და ჩააგდეს ერთი დღე თუ რაღაც ეგეთებს შვებიან ხოლმე ქვეყნები და საინტერესო ის არის რა ამოცანათან როცა ეგეთ დიდ რაღაცაზე მუშაობ ისეთია ვერს ხვდები კიდე უმუშავია მაგალითად მისამართების აი Google Maps-ში რომ მისამართს წერ რა და რაღაცნაირად თვითონ ხვდება რა და როგორ ან ზოგ ქვეყანაში არის მიღებული სტანდარტები ხო არის რაღაცა ჯერ ქვეყანა, ქალაქი, რაღაცა და ვიწროვდება ზოგში არის პირიქით რომ იზრდება იგივე date ფორმატებზეც მე გველაპარაკა რამდენად ესე სხვადასხვანაირი ფორმატი შეიძლება იყოს და ძალიან საინტერესო იყო. სხვაგან წავედი ხა სტარტაპებზე ვსაუბრობდით და გამახსენდა. მაგაზე მეც დავამატებ რომ სტარტაპების ყველაზე დიდი ბენეფიტი ალბათ არის ნაკლები ბიუროკრატია. ხო, ან კაცი პოლიციები რა. ხო, რაც უფრო მე ყოველ შემთხვევაში სუბიექტურად იქ ანუ ბევრი რამე ვცადე, ბევრი გამიყავი, იქაც, მაგრამ მივხვდი რომ ყველაზე stress free და ყველაზე საინტერესო მუშაობა მაშინ არის, როცა ბიუროკრატიულ რაღაცების კეთება არ მიიწევს. ანუ კომპანია არის რაღაცა პროდუქტი პატარაა რა. ხო, სადაც ნაკლები არის. მან მე რაღაცა დღემდე ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ და ავამტკიცო, არ ვიცი რამდენად სწორი ის არის დებულება, შეიძლება არც ვარ სწორი, მაგრამ გარდა სტარტაპებისა შესაძლებელია რაღაცა შემთხვევებში საკმაოდ დიდი კომპანიებიც არც თუ ისე დიდი თიმით იმართოს, ასე ვთქვათ. ანუ ტექნიკურ თიმზე მაქვს საუბარი აქ რა, ანუ რაღაცა კომპანია შეიძლება იყოს, რომელსაც პატარა ტექნიკური თიმით საკმაოდ დიდი წარმატებაც შეიძლება დაიდოს რა. შენ დებულების დასამტკიცებლად უბრალოდ საჭირო რომ შეხედო ბოლოს გავარდნილ წარმატებულ კომპანიებს, სტარტაპებს და არც ერთი ეგეთი სტარტაპის კომპანია არ ქონია ბიუროკრატია. არც ერთ კომპანიას არ ქონია მკაცრის გადაკეთებული agile-ის იმპლემენტაცია. ყველა ეგეთი რაღაც წარმატებული 2 კაცი, 3 კაცის გაკეთებული პროდუქტი არის შექმნილი ეგრე როფლი მუშაობაზე და აი ზუსტად ეგეთ ხო ანუ საერთო ჯამში მაგის საჭიროება არ არის უბრალოდ პატარა პროექტებში რა. რაც იზრდება პროექტი, მერე მოდის ის უბედურება, იმიტომ რომ უკვე საჭიროა ის რაღაც პროცესები აკონტროლო. რაზე ვსაუბრობ, უბრალოდ Linux-ის კერნელი 30 წელია კეთდება აი ეგრე როფლი open source-ით და ყველაზე მინიმალისტური ბიუროკრატიით. ანუ როგორ შეიძლება Linux-ის კერნელზე რთული ან რამე mission critical თებია თან რა ის არ არის მთელი სამყარო მაღაზე დგას ანუ ბიჭო ის რაღაც რაკეტას რო უშვებენ კოსმოსში იმაშიც Linux-ი არის რა იქ რო მთელი სამყარო მაღაზე დგას ანუ ჩამოვარდი ადამიანი მოკვდება ხო სპასს რო ყველაფერს თავიდან როგორ შეიძლება რომ მაღაზე მნიშვნელოვანი რაღაცა იყოს რაღაცა ვაკეთებდეთ პროდუქტ იმას აქვია რაღაც ჭიქას და იმისთვის გვჭირდებოდეს 7000 ბიუროკრატიული წესი retro შეხვედრები მე მეორეს რომ ისიც მესმის რაღაცა ანუ ეგ ხშირად ძალიან იმაშება ხოლმე რომ როდესაც ბიზნესი არენდობა ტექნიკურ გუნდს ეგ არის სინამდვილეში ეგ პრობლემა ეგ ყველაზე დიდი პრობლემაა როდესაც მაქედან იწყება ყველაფერი მეტი და მეტი ბიუროკრატია იწყება რა მე იწყება რომ აი ყველაფერი უნდა იყოს ესე გაწერილი ვინ რომელ წუთზე რა გააკეთა თუ რომელი რაღაცა იმასქნა ანუ ნდობის მომენტი როცა იკარგება, მან ხდება ძალიან მერე გაბერვა, ისედაც კადრები მერე ბუნებრივადაც იბერება რა, რომ ბიუროკრატია რო ბევრია, ვეღარ ვასწრებ ბევრი რაღაც გაკეთებას, იმიტომ რომ მიწევს ერთი პატარა 5 ხაზი კოდის დასამატებლად მიწევს 47 ფორმის შევსება და რაღაცა აღწერების დაწერა, რომელიც კი, რაღაცა ვიღაცისთვის შეიძლება სასარგებლო. არა ზოგადად არ მოიდგინე მე მინახავს ესეთი кейსებიც რა, რომ GitHub-ის კომიტების პოლისიც კი არსებობს რა ანუ რომ ასე უწერთ კომიტებს რავი კი არა ეგ შეიძლება თქონია კომიტებს კომიტ მესიჯებს ხო კომიტ მესიჯებს მაგაში ვეთანხმები კი არა მანდ მეც მოყვები მაგას დაჟე Linux torvalds აქვს დარეთილი ტიპი მაგის გამო კი აი პროსტო რა არა ეგ მაგარიდი ცოტა კომიტ ნახე გაჩნია რას ვაკეთებ მარტო რაზეც მუშაობ იმ პროექტზეც ჩემ კომიტებს რაღაცა სტანდარტში ვაკეთებ კი მეც ეგრე ვშვებ просто რომ მე ადვილად ვსერჩო თუ რაღაც დამჭირდება ხო და აი ნახე დიდ კომპანიებში მაგას მართლა ეგ ძამნიშნულოვანია იმიტომ რომ კომიტებით ხდება რაღაცების პოვნა რა მე ის არ მიყვარს რომ ანუ ძირითადად დეველოპერები აი რავი საქართველოს კომპანიებში სადაც ბევრი დეველოპერები არიან
მიდი უბრალოდ და просто ტიპებს ვინახე რა კომიტ კულტურა აქვს რა 0 ანუ ტიპი ფიჩერზე მუშაობს არაფერს არ აკომიტებს სანამ ფიჩერს არ მორჩება და მე ყველაფერს ერთ კომიტად აკეთებს ანუ ეგ არის ყველაზე მაგის გამო ჩემი აზრით ვაფშე ანუ რავი სამხმელო აგდებდი აი მაგაზე ცუდი აი უბრალოდ просто რომ დაფიქდე რამ ხელა საშინელებას აკეთებ რომ შენ არ შეგიძლია რაღაც პონჩი როლბექი გააკეთო რაღაც კონკრეტულ კომიტზე და თუ მაგალითად ჩერიპიკი გინდა და რაღაც ბატარეის გადატანა გინდა სადღაც სხვაგან, იქ შეუძლებელია თუ თლიან ფიჩერს ერთ კომიტად აკეთებ. ეგ რა თქმა უნდა. და მე იმის პოვნა და მან ყოფილა ანუ მანდაც არის სტრატეგიები მე რა, მანდაც ბიუროკრატია შემოდის რაღაცა პონჩი რომ გააჩნია ბრენჩ, ფიჩერ ბრენჩს ეს დეტალურად აკომიტებ და როცა გადაგაკდა მერჯავს იქ ერთ კომიტში მაშვები რომ ის ბრენჩი ხა ძალიან ყველა წვრილმანი იქ ანუ აქ ოკეი. ხო, იმას ქვეშ უკეთებ და გადაგაკეთე იცი, რადგან ამ თემაზე საუბრობ, ძალიან დამწყები ვიყავი მაშინ ბევრი წლის წინ რა და მინდა და ახლა ყველაფერი რაღაც ლამაზად გხდათ რაღაცა გავაკეთე ისქენი და კომიტ მესიჯებს წერდი ქართულად. არა უშუალოდ. მე უფრო მაგარი ისტორია. ასოებით მიწერია ამის ჩეინჯები ის მე უფრო მაგარი მოგიყვები. 2017 წელია წერთ მობილურ აპლიკაციას ზამანის ვიყენებთ და ერთი ოთახი გვაქვს და იმ ოთახში ვართ 1-5 და აი ყველაზე მაგარი დრო იყო მაშინ. просто არაფერი არ ვიცით რა. ვიღაცებმა ერთმანეთზე ვიღაცები ესე მეტი იციან რაღაცა, მაგრამ აი როგორ უნდა არავის არ გვიმუშავია ესეთ დიდ გუნდში და გიტის ხო აი გიტის გამოყენება მაგალითად არ ვიცით და 5 კაცი მუშაობდით ერთ კოდბეიზზე და არანაირი ბრენჩები არ გვაქვს, ყველაფერს ვფუშავთ მასტერზე, მაშინ მასტერი არ იყო ის აკრძალული, მასტერზე ვფუშავდით. ხო, მეინი არ არსებობდა. GitHub-ზე დაედიტებების იქნება. მასტერზე ვფუშავდით ყველაფერს და просто დასწრებაზე ვიყავით პირველი ვინ დაფუშავდა ის გადარჩენილი იყო და ვინც დააგვიანებდა იმას ვიზით დააგვიანებდა იმას უნდა დაეფლო და კონფლიქტები გაესწორებინა და მან კონფლიქტი გასული ხდება პიზდეც და ერთმა ჩვენმა მეგობარმა ძალიან საყვარელმა კაცმა ეს რაღაც გააკეთა რომ მოკლედ ეს ბოლო უწევს დაკომიტება რა და კომიტმეს რო აკომიტებს ხო ერორი აქვს რომ დაფულეო და რო ფულავს კიდე ერორი აქვს რა რომ კონფლიქტები გაასწოროს და просто ტიპმა ეს ერორი წაიღო და დასერჩა რა იმაში Stack Overflow-ზე და იქ არც წაიკითხა რა კითხვა იყო დასმული რასაც წვანე ეს და წიშკა ეს და ის წაიკითხა ისე discard არა git push ტირე force-იო რა და მან დააკოპირა ჩასვა ყველაფერი კაიოსო დაფუშეო და სამი კვირის დამუშევა გადააწერა რამდენი ფაილი იყო ძალიან ბევრი აი ძა ტიპი 2 კვირა მუშაობდა რაღაცაზე და გადააწერა ამ 2 კვირის ცუდად დაგვიკარგა მე მაშინთან ისიც არ ვიცით ახლა რომ ამის როლბექი შეგელია ხო და ჩერიპი არ ეგეც არ ვიცოდით და პრიმინა ავედით სადღაც ვისაც დისკზე ქონდა ის ძველი კოდი დაწერილი და file to file ხო მანდაც ისა მაქვს რა მეც ისა ანუ მეც ეხლაც მაქვს რაღაცა სერვისები მაგალითად რაღაცა ეხლა როდესაც მუშაობ პატარ-პატარა სერვისები რომელზეც ერთი ბრენჩი მაქვს და იმ ბრენჩზე ვფუშავ ლოკალურისთვის კი კაცო მე ხო open source-ზე რაც ვაკეთებ ეგრე შევფო main-ზე ვფუშავ პირდაპირ ხო მაგრამ რაც უფრო ხო კომპლექსური ხდება იმას უფრო მე გიტიცა ისეთ ტექნოლოგიაა просто გიტს იმდენი რაღაც დამალული ფიჩერი აქვს რომელიც просто აი არა ბერმარი მაგალითად გაგიგია git rere არა git rere არის ეს კომიტი ეგ შენ ნახე ეგ შენი სტატია git rere აკეთებს ნახე როგორ რაღაცას რა მაგალითად კონფლიქტი გაასწორე ერთხელ ხო შეიძლება იგივე სახის კონფლიქტი ცოტა ხანში კონდეს. არა, ხო, აი მაგალითად ნახე თავიდან merge კონფლიქტი გავაკეთე, merge-ის დროს კონფლიქტი გავასწორე, მე მივხვდი რომ rebase მჭირდება და rebase-ის დროს რო გავაკეთებ ეს კონფლიქტი ხო ისევ უნდა გავასწორო. თუ git rere არის просто კონფიგია, ანუ feature flag-ია რა, რომელსაც git-ს ჩაურთავ. და ხა ეს რას აკეთებს? შენ რო კონფლიქტს გაასწორებ, ამას იმახსოვრებს და თუ შემდეგში მომავალში იგივე ტიპის ერორი ქონდა კონფლიქტი, აღარ გჭირდება რომ შენ გაასწორო რა. სტეშივით რაღაცა გქრა. თვითონ ასწორებს იმ კონფლიქტს რა. გისტეშავს კონფლიქტებს. ხო და თვითონ ხდება ის კონფლიქტი როგორ უნდა გაგისწოროს მაგალითად რა. და კიდე ერთ-ერთი ფიჩერი იყო რომელიც აი ჩემთვის აღმოჩენა იყო git worktree. Worktree ხო. აი worktree მართლა არ ვიცოდი რა იყო და
work-3-ის ანუ ვიღაც ტიპი დეველოპერები რომ მუშაობდნენ და მაგალითად review ჭირდებოდა ხოლმე, დასთეშავდნენ ხოლმე ყველაფერს და თეშს აქ ცუდი ის რომ flag-ები და debug სიმბოლოები რაც გაქვს იმებს არ გიმახსოვრებს და compile time-ი მე ისევ გიწევს თავიდან რა build-ი ან clean ან build-ის დროს ხო და work-3-ის რო აკეთებ თლიანი რეპოზიტორის ახალი tree ჩდება რა და გადასვლა გადმოსცეს დროს ვაფშე არ ხარჯავა და მე დავსერჩე ეს ფიჩერები როდის იყო გამოშვებული რა 2000 რერერი არის 2007-ში 8-ში პირველ ვერსიაში არსებობდა ხო და მე გავიგე შაშა ხო ეგ ბევრჯერ მომსვლია მეც რა და კიდე ძალიან მიყვარს ესე ხა რატო გამახსენდა არ ვიცი და ძალიან ბევრი რამე მისწავლია PR პროგრამინგის დროს რა აი შეროზი ხარ აკეთებ მე რო გვერდზე გეჯდე სიტყვაზე და რაღაცა თან აბა ისე ვქნათ რაღაცა და როგორ რაღაცებს აუ ყველაზე მეტი მაგ დროს მაგასწავლი ხო და თან როგორ რაღაცებს წავ გარდა იმისა რომ არქიტექტურაში რაღაცაზე ვიკამათებთ ესე ვქნათ თუ ისე ვქნათ ეგეთ მაგიებს რო გამორიცხოთ ძალიან ბევრი თული და ესეთი რაღაცა Git-ში უცბად რაღაცა ქნა ან რაღაცა ედიტორში წკაპ და ფაილი ისე გახსნა ვა ეგ როგორ ქენი ხო ეგეთი რაღაცა და ისეთი კაი რაღაცები მაქვს ესე ნასწავლი სხვადასხვა ადამიანებისგან სამ შემთხვევით რომ აი სულ ვერც წარმოვიდგენდი რომ Git-ს ესეთი ფიჩერი ექნება ანუ არც დამისერჩია რა ეხლა თელ დოკუმენტაციას კიდე ესე არ კითხულობ ან თუ წაიკითხავ კიდე ან დაგამახსოვრდება ან და რაღაცას გამაზავ და ასე ერთადერთი სამსახური მქონდა სადაც თითქმის სუპერ პროექტებით ერეკლესთან ერთად ტინეთში რომ მუშაობდი და წელიწადნახევარი ვიყავი და აი თითქმის ყოველდღე მქონა ხოლმე pair programming-ი რა ხო ვიღაცაც გაიჭედებოდა ერთად ჩარჯდებოდა ხო აი მაგაზე მაგარი რა ანუ დისკომფორტია ერთის მხრივ მაგრამ სასწავლად არის ყველაზე მაგარი რა სასწავლადაც ხარისხითაც ბევრად უკეთეს იმას დებ ასე ვთქვათ შედეგს რა ანუ ყველა ხაზი ფაქტიურად review უკვე გაკეთებული გაქვს ანუ ცალკე review დრო ფაქტიურად აღარ ჭირდება რა გვერდზე გიზის და უყურებს და მაშვება ხო მაგასაც ერთი ცუდი რა როდის იყო ხოლმე ცუდი ორივე რო დაღლილები ვიყავით ხოლმე რა ილოს მოკითხვა ჩვენ სუპერ პროგრამის მოკეთებით ხოლმე მაგრამ ბიჭო ძალიან რო გადავიწვებოდით ხოლმე რა ანუ ავტომატურად ესე ვეჯიგით ხოლმე ერთმანეთს აღარ უყურებ უკვე ის რას წერს და მეორე დროს ისეთი რაღაცა ისეთი დებილობები გამოდიოდა ხოლმე მე მივხვდით რომ 1 საათზე მეტი არ უნდა გააკეთო რა იმიტომ რომ ანუ აზრი აღარ აქვს მე რა სხვათა შორის ამ იმას გამახსენდა გუშინ წავიდეთ ეგეთი რაღაცა რომ ვიღაცა კომპანიამ შემოიღო CO-ს ტიპები შეხვედრებს დადიან CO-ს სენსორებით მე რატო რო CO არის მაღალი ოთახში თუ რა არა ჩაკეტილ ოთახში დიდი ხნია შეხვედრის შემდეგ რა ეს CO დაბლა ჩამოდის თუ იწევს და მოკლედ ანუ ადამიანი ხო და ადამიანის გონებას აღარ აქვს ნორმალურად აზროვნების უნარი და ანუ თუ შენ მიტინგიდან გამოდიხარ დაღლილი და გეძინება რა ესე იგი over ანუ გადააჭარბა იმ ხო რა და ამ სენსორები დადიან ამ მიტინგებზე და თუ ამ სენსორმა დაიყვირა ესე იგი всё მიტინგი უნდა მორჩეს რა ზედმეტია მიტინგი წადი всё მორჩა აღარ არის ამ ხელა საჭირო მიტინგი რა ეგა кайხანი არ დააგერგება. არასოდეს. ჯო ის რემოუტად მუშაობაზე რას ფიქრობ? ყველაზე დიდი ბედნიერება ამ სამყაროში რაც კი ოდეს მე უბრალოდ იმდენად მივეჩვია რემოუტს რომ ალბათ რაღა ადრესს ვიყიდა კიდე სახლიდან მუშაობ თუ გაგიხარ? არა სახლში. მე მაქვს ახლა სახლში მაქვს მოწყობილი ყველაფერი იმის რემოუტი ვიმუშაო. მაგრამ როგორი პერიოდები მაქვს ხოლმე იცი? აი უბრალოდ მისჩვენია ხოლმე მაგალითად თბილისი მოსჩავიდე და იქ ოფისში დავუждე და იქიდან ვიმუშაო რა. იმიტომ რომ ისინი ბეზდება ხოლმე სუსტში. მე იქ არა ვარ რა. აი თუ რაღაც უკიდურესი სიტუაცია ხოლმე მაშინ სახში მიყვარს ძალიან ყოფნა და იქ მუშაო. ეხლა სოფელში და ანუ ჩემთვის რა ხო. თან მოწყობილი გაკეთე ჟენი მონიტორით. კი. მეც ყველაფერი მოწყობილი. მე მაგალითად ის ტიპი არა ვარ, ვინც თქვა ადგება და მოდის დღეს ტერმინალიდან ვიმუშავებ რა. ანუ მაგას არ მე თბილისში მოვიდა მუშაობ ხოლმე. აი ძალიან არ მიყვარს რა, მაგრამ აი უმეტესად აი საზღვარგარეთ როდესაც ვარ რაღაცა განსაკუთრებით მაგდას არის ყველაზე კომფორტული რა რომ აი შვებულებებს ფაქტობრივად არ ვიღებ აი იმენ არ ვიღებ ხო და ეგ ცუდია არა რავი ანუ ვათავსებ რა ეგ ჯერა თავსებურად რა ხო ძალიან პრობლემათ ესე რო თქვა რა და ეგ ძალიან დიდი პლუსია მაშინ იმიტომ თავსებ რომ ერთ სამსხური აქვს ამ წამს ხო ეხლა რავი ჯერ ეგრეა რა რაგი როგორც უსწორდება ისე ქნა. ხო, მე ისე ვარ, რავი, მე ჩვენ ის ვართ ხოლმე. ეს რაღაცნაირად მე უეჭველი უნდა გავუტრაგო ხოლმე. სხვა არ გამოდის. ხო.
ხო და რავი ანუ remote არის ყველაზე კარგი მე ხო ანუ ისე აი განსაკუთრებით COVID-ის მერე ისე ჩამოყალიბდი რა რომ უკვე როგორც ადრე მithქვია და კიდე ერთხელ ვიტყვი რაღაც განსაკუთრებული რაღაცა მიზეზი უნდა არსებობდეს რატომაც უნდა ავდგე და remote-ს არ დავთანხმდე რა და ეხა თუნდაც ჰიბრიდულად და როგორც წესი ეგ რაღაც შემოთავაზება ფული არა ესა მე რაც მაკლია ხოლმე რა remote-ად მუშაობისას არის აი просто ჩატი ასე ვთქვათ აი რაღაცა ესეთ თემაზე რა აი იმაში აი ეგაც ძალიან აი რაღაცას რო დაელაპარაკები რაღაცა აი ხო და აი ეგეთ რაღაცებს მე პერსონალურად უსაგნო შეიძლება ხო ეს ბიზნესისთვის პირიქით არაფერი მომწეს მომტანი არ იყოს მაგრამ რაღაცა ის შეიძლება სისულელეზე რაღაცასთან რაღაცა განხილვა რაღაცა ჩვენ გვაქვს ფოტოშორის აი remote-ზე როგორ გვარდება როგორ გვარებთ ხოლმე რა მე დავთვალე კომპანიაში რაღაცა მექანიზმები მე გეტყვი ჩვენ როგორ გვაქვს კი ანუ თვითონ უშუალოდ კომპანიის ჭრილში იძახი თუ ზოგადად პიროვნულ ინჟინერები როგორ ჩათავაზობთ არა ჩემ შემთხვევაში მე მაგალითად ხო მსგავს რაღაც კომუნიკაციებს სხვა ადამიანებთან ინტერაქციით იმაშვები რა ვაგვარებ აი მაგალითად ჰობები მაქვს მილიონი რა და სულ ვცდილობ რომ აქტიური ვიყო და კომუნიკაციები მაქვს ყველა ჰობიში სხვა და სხვა ხალხს მე მგონი სხვა რამეს გეკითხება აბა აი ჯინით გუნდში ტექნიკური ტიპები აი ჩვენერ საუბარს აი სამსახურში თქო თუ პიროვნულად ხო საზოგადოთაც ალბათ სუსახში თუ ზიხარ მაინც გაკლია ხო მე ხარ remote უკვე იქით წავიყვანე რომ სუსახში ზიხარ შენ რასაც დამოფსორი ანუ სუსახში არ უნდა იჯდე რა ხო იგიას community-ს წევრი ხარ და ხან და meetup-ზე მიხვალ, ხან რაღაცა იმაზე მიხვალ, ხან რაღაცა და ძალიან ის არის სწორია ეგ. ერთის რომ არა კომპანიის შიგნით უშუალოდ სამსახურში ძმაკაცები გავიჩინე რა. აი მე პირადად ეგრე გამომდის კომუნიკაცია ადამიანებთან, რომ მარტივად შემიძლია რაღაც თემა გუში მაგალითად ჩემს უბრალოდ ვესაუბრე, რაღაც ერთ-ერთი ჩემ ფავორიტი სტენლი კუბრიკზე მოკლედ რაღაცა და იმან ჩემი CTO-ა რა და ლუგაიო რაღაცა სტენლი კუბრიკი მიყვარს და იმას უყვარს იმენა მაგაზე ვისაუბროთ და ეგეთ სხვადასხვა ბევრი მქონია რა რომ გაზიარება გამოზიარების ამბავში ძალიან მარტივად შესაძლებელი მგონია საერთოდ ჩვენთან არის ხოლმე შუაში მაგაზე რო ისაუბრეთ ხარ ანუ ცოტა ბოდიშტე მე remote-ზე ცოტა რა მე უხერხულება ეს რაღაცა სტენლი კუბრიკზე ან რაღაცა შეიძლება საუბარი სადღაც უცბად დაიწყოს და მე აი რაღაცა დელეფანში რაღაცა მიაძახო რაღაცა მოგაძახოს და ეს ურთიერთობაც რაღაცნაირი ურთიერთობაა და როცა remote-ად ხარ მაგის გამო არ დაურეკავ რა ტიპს და მოდი რაღაცა გაგიღადაო ან თუ რაღაცა იმას ქნა ნუ შეიძლება მიწერო ჩატში რა ალბათ ხო და ჩვენ გვაქვს კომპანიაში ეგრე რომ შუა კვირაში 4 შაბათობით არის ხოლმე ირჩევ შენ დროს 6 კაცის ანუ Slack-ის ბოტია Slack-ში ავირჩევთ და უმეტესი ვინც შეთანხმდება რაღაცა დროს ჩაინიშნება 1 საათიანი პირობითად 1 საათიანი კოლია და ქვია chat time-ი რა. ხო. და მაგ chat time-ში შედიხარ და რავი ვიღაცა იბაზრებს თავის კატა, რავი აი ყველაფერზე. ოღონდ ეგეც შენ თუ გინდა შეხვალ, თუ გინდა არ შეხვალ, წინა გახვალ რავი რა. ხო, ანუ ის რაღაცა ხო, ანუ chat time-ის თუ შედიხარ, თუ გინდა არ იმუშაო და რა არის time channels, ხო ეგეთი იყო და ცალკე channel-ი იყო და просто შეგიძლია შეხვიდე და ანუ მაშინ handle-ში თუ რაღაცა ხო public handle თავდი და შეიძლება ვიღაც ანუ დაგიჟდეს ვიღაც და ერთად იმუშაოს შეიძლება იწინა რო შეხვალ უკვე დაგხვდნენ რა ტიპები იქ და ბაზრობენ რაღაცაზე რა აი რაღაცა სამზარეულოში რო შედიხარ რა და იქ ვიღაცა ებაზრობენ შეგიძლია ჩაერთო შეგიძლია არცა გამორთო და გამოხვიდე რა აი ჩვენს ქალაქში მით უმეტეს აი მოძრაობა იმდენად პრობლემურია რომ ანუ ოფისში სიარული აი ერთი დამატებითი სტრესია რა ანუ მით უმეტეს თუ ამ ოფისში რაღაცა strict line დადიხარ, რომ აი უმეჩქარება მაგვიანდება. არა, ხო, ცალსახად ვერვით ან ITDC-დან მოყოლებული კი არა მანამდეც, ანუ ის რო დილას 9-ზე. არა, ვაფშე ეგ რაღაცნაირად გუნავს. ეგეთ კომპანიაში ვეღარ ვიმუშავებ ვერასდროს. ხო, ძალიან გამიჭირდება ალბათ, მაგრამ remote-ად ხარ ხო სულად და ზირად remote-ად ვარ, ოფისი გვაქვს რაღაცა პატარა ჩვენ ნაკირავები და იქ მივდივარ ხოლმე და ანუ მე ეს ოფისი გვაქვს ჩემი რაღაცა კომპანიისთვის რა ნაკირავების და იქ მივდივარ ხოლმე და პროსტა იქ ვზივარ და იქიდან მუშაობ და მეორე სამსახურში იქიდან მუშაობ. არა მჯერა რომ მაინც გულის სიღრმეში ყველაზე კომფორტულად საკუთარ თავთან მარტო და სახში და ისე რომ ხარ. ყველაზე ისე ეფექტური ვარ ხოლმე ალბათ როცა ლეპტოპი კალთაში მიდევს ფეხები მაქვს ეს მაგიდაზე შემოწყობილი და აი კლასიკური. მე ყველაზე კომფორტულად ვამტრევ მაგდრაციდითად ღამე ყველას რო ძინავს, მაშინ არის. ხო, ღამე არის. ის ყველაზე კომფორტული მუშაობა რა. მაგიტომ აქ რა ეს ძირითადად დილას მაგიტო არ იმაშვები რომ მე ღამე ვეღარ ვკაჩავდა. ხო.
მთელი დღე რაღაცეებს გავაკეთებ, კი, კომუნიკაცია, შეხვედრები, deep work-ი ღამე მისჩვენე. და მე ღამე, როდესაც ვიცი, რომ distraction-ი არ, ანუ პრობლემა რა მაქვს, იცი, დღისით შეიძლება დაჟე შეხვედრა არ მქონდეს, მაგრამ აი ვიცი, რომ დავიწყებ, ეხა ამას სჭირდება და უშუალოდ 1-2 საათიან მაინც კონცენტრაცია მჭირდება რა და ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ გამაწყვეტინებ რა. შესაბამისად არ ვიწყებ. ანუ ეგ რაღაცაა სამაგრა და მე აი ღამე ძალიან თავისუფლად ვიცი რომ ოკეი, აქ ეხა აღარავინ აღარ მაწუხებს და ვზივარ და ძალიან კაი. აი, ერთი კითხვა მქონდა. Rust-ის სწავლა ხო არ გიცდია? ხო, Rust-ზე არა, ну, რაღაცა ეს საინტერესოა და რაღაცა Hello World-ის დონეზე ხო, იმის იქით არ წავს. მე აღმოვაჩინე რაღაც თული და ხალხსაც გაუზიარებ და ძალიან მომეწონა მიდგომა თვითონ რა. მოკლედ ესეთი open source ბიბლიოთეკა არსებობს Rust-Links და მოკლედ chapter-ებად არის, ან კრატეებად არის დაყოფილი, სხვადასხვა თავიდან პრიმიტივები, if-else-ები და მოკლედ ამ მთელი ენა არის დაყოფილი რა და ამ ტიპებს აქვს დაწერილი походу command line tool-ი. რომელიც ხარ ასაკეთებს რა, ანუ შედიხარ ამ დირექტორიაში და ნუ აქ ამ გამზადებულ ამოცანებში შეცდომებია დაშვებული რა. ზოგან შეიძლება კომპაილერ ერორია, ზოგან შეიძლება რაღაც ლოგიკური ერორია და ზოგან შეიძლება შენ უნდა დაწერო რაღაცა რა. და ტერმინალს ხსნი და აქ რო ფაილს რო გახსნი და აქ გეუბნება დავალებას, რომ მაგალითად უნდა დაწერო, ანუ ეს აქ დავალება რა. ალაგე მასივი. ხო, სიტყვაზე ავიღოთ რა. აქ რო ეს command line tool-ი რო გახსნილი რა, ავტომატურად აქ რო რაღაცას შეცვლი არასწორი იქნება ან ცალკე runtime-ი რომელიც ამ კოდს ცალკე უშვებს შენ შეცვლილი კოდს და შეცდომებზე ვოჩერი გაქვს რა ხო ვოჩერი გაშვებული ხო დაარებილდებს და ხო და ან მაგალითად რო დაუშვებ რაღაც შეცდომას ხო ის მიხვდება რამდენ ახლოს ხარ ამოცანასთან და თითოეულ დაშვებულ შეცდომაზე პახოდუ ჰინტებს გაძლევს რაღაცას რა ჰინტებსაც ხო გეუბნება რომ ანუ ეხა რო ეს შეცდომა დაუშვი აბა ეს URL-ი ნახე ამ დოკუმენტაციას გაეცანი აბა ეს წაიკითხე და ანუ მზა პასუხს არ გეუბნება როგორ უნდა დაწერო რა მაგრამ რესურსებს გაძლევს და აუ ისე გამისწორდა მე მივხვდი რომ მეთქი ნეტა Swift-ს რო სწავლობდი ეს რაც რატო არ რითქო რა და მე მაქვს ეგეთი რაღაც ჩვევები ხოლმე რომ სხვა სტეკში რაღაც იდეას დავიჭერ ხოლმე და მე Swift-ში გადმომაქ ხოლმე რა რომ ის ჩვენთან არ არის ხოლმე community-ში გადმოვიტან ხოლმე და მაგან გამიჩნია ეხლა ეგ იდეა რომ Swift-ში გავაკეთო ეგეთი ხელსაწყო რომელიც просто ვოჩერი უყურებს და თან Swift-ში მაგალითად ბევრად მარტივია ვიდრე Rust-ში და ანუ მაგით ეგ არის ერთ-ერთი ჩემი აზრით ბენეფიტი რატო უნდა ეძიებო ან შეიძლება არ ჭირდებოდეს მაგრამ რატო უნდა იყურებოდეს სხვადასხვა ტექნოლოგიებში რომ პროსტა შეიძლება შენ ტექნოლოგიისთვის ისეთი იდეა მოგივიდეს და ინსპირაცია რა Laravel-იც ხო PHP-ზე რო გააკეთეს Laravel-ი ეგ მე ASP.NET-ზე წერდა როგორც ვიცი ეგ ტიპი .NET-ზე იყო თუ Ruby on Rails-იდან იყო მე მგონი გადმოსული Taylor Otwell-ი თუ და ის მეორე იყო კიდე ეგ მეორე სახელი არის ჯეფრი რაღაც მე მგონი ეგ იყო ხო რამშელობა აქ რა რაღაც ანუ ხო მაგაცმაც სხვაგან ხდება ეგრე რა რომ ამ იმენაზე ეს რაღაცა კარგად არის და რატო არა აქ ისე და ხო კაი პოინტია რა უნდა ერთმანეთს გამოცდილებაზე უნდა ვისწავლოთ ხო ანუ აგნოსტიკური მიდგომების ყველაზე დიდი ბენეფიტი ეგ არის რომ შენ ტექნოლოგიაში რაღაც ინსპირაცია შეიძლება ავიღო და ჩემთან დავნერგო რა და ავი ყველა ბედნიერია მაგით რა კაი, გადავიდეთ ბოლო ეპიზოდზე. მოკლედ ჩვენ გვაქვს ხოლმე დასრულს ეგეთი რაღაც, რომ შენ უნდა გაგვიზიარო ეხა სამი, რავი, თუ გინდა თოკი თქვი, თუ გინდა წიგნი თქვი, სფეროზე რომელიც თქვა. ნუ ვიღაცას просто კაია წასაკითხა, წაია სამურებლად რა, რაღაცას გასწავლე. ისე არ გაიგო რომ ან დამწყებებს დაუთარგეთო მხოლოდ ან მხოლოდ AdVance-ებს რა. აი, რაც გახსენდება რომ მასთი არის და უნდა იცოდეს რაღაცა მსხვერპლი. აი, გაერთე რაღაც ყურებს ან რაღაც რო ისწავლე, ან რაღაც მსხვანელად დაგაფიქრე. გინდა პრაქტიკა, გინდა არჩევა, როგორც შენ გესიამოვნება ისე. და ჩვენ მე ამას ავიღებთ ამ მონათებთ. ოკეი. ხო ერთი ალბათ რა ვახსენეთ კიდევაც ეს prime time to primogen ძალიან მიყვარს და სულ უყურებ ხოლმე მაგის ვიდეოებს და ძალიან ხალისობ თან რა თან მაგარი ხალხი სიწევს ხოლმე ხო თან ძალიან საინტერესოა სტატიებსაც კითხულობს და რაღაცნაირი იუმორით და იმითი ძალიან საინტერესო ტიპია და თან ბევრ რამეში ვეთანხმები და ეგეც არის ერთი ალბათ ეგ კიდე ტექიდან რას იმას ვიზამდი
თქვა თუ აი ძალიან განაგული იქნება tour of go არის ძალიან მარტივი რა შედიხარ და რაც შენ თქვი ოღონდ ეს ნუ ეგეთი არ არის შედიხარ რაღაცა go-ს ტური არის რომ beginner-მა თუ გაინტერესებთ go შეხვალ და რაღაცა hello world-დან დაწყებული next-ებით ფაქტურად დაგაწერინებთ რაღაცა კოდს და აზზე მოხვალ თქვა რა და როგორ მუშაობს go-ში ერთი ეგეთ შეიძლება იყოს აქ და სხვა რა ტექ რესურსია ისეთი რაც თუ შეიძლება TikTok-ი იყოს თოქები ის ძალიან კარგი თოქები აქვს რობპაიკის თოქები მიყვარს აი გველოდებოდი ხას რომელ ეტაპზე იტყოდი მაგას რობპაიკი არის რა ძალიან საინტერესო თქია ნებისმიერ თოქს მისას ყველაზე მაგარი არის concurrency is not parallel კი ეგეც ძალიან კაია ხო ძალიან ბევრი ეს ტესტი ყველაზე deep მაგ თოქის გავიგე მე მგონი მართლა concurrency და parallel შორის განსხვავება იმიტომ რომ მანდ არ მესმოდი ხო თოქიდან ალბათ რობპაიკი აი ძალიან მოკლედ, ხო, დავასრულოთ ნელ-ნელა. კი, დავიდეთ დასრულოთ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი ამ დიალოგისთვის, ამ სადღაც ამოგვეწურება სტუმრები და part 2-ზეც გადავალთ. და როცა მეტყვით. კიდე ბაზროთ რამდენიც კი. სანამ დავასრულოთ, აი ესეთ რაღაც კონტენტის იდეა მაქვს და უბრალოდ რჩევის მომენტში შენთვის თუ იქნება საინტერესო მაგალითად რა, რომ აი რაღაც pay programming session რო გაიშვას და მაგალითად შენ რომ მოხვიდე და ნუ ვიდეო გადავიღოთ, ახლა სკრინი გავაშეაროთ და ვიღაცა სხვა ტექსტის ტიპი რომ მოვიდეს და go-ზე რომ მაგალითად დაждდეს და რაღაცები აკეთოს და მე უგარ რაღაცა შენ გვერდზე ეждე და просто ინტერაქციაში და ნუ გასართობი მე თან აუხსნი ასე თქვა ეს ეხაბოდი და საინტერესო მაგალითად C# და ESO დაждდეს ხა go-ზე და შენ რო ხდა რა კომუნიკაცია იქნება ESO და ეს რა არის როგორ და ხო ეს რა არის ეგ გასაკეთებელია და ძალიან გადაობა იქნება და მაგ კონტენტის და მე ძალიან მაგ კონტენტის იდეა რომ პოდკასტების გარდა ეგეთი რაღაც ვიდეოების გადავიღოთ რა. როცა ამოგვეწურება. თათქმელია. ხო, ან დამატებით გადავიღოთ რა, იმიტომ რომ სადოთ რატო არა რა, ეხლა აი რაღაც გამო. ძალიან მიყვარს ზოგადად ექსპერიმენტები და ანუ არასდროს რაღაცა რომ იდეა გაქვს, არ უნდა თქვა რომ აუ ეს რაღაც. ცადე თუ არ გამოვა. ოკეი. მოკლედ, დიდი მადლობა მეგობრებო, დაგვასაბსკრაიბეთ, ბევრი გიყურებთ და არ გვასაბსკრაიბებთ და мотивация გვინდა ჩვენს. უკვე მე-12 ეპიზოდია. 2500 subscribers უახლოვდებით. 3000 იყოს შემდეგი გეგმა milestone-ი და რამე შეპირდით ხალხს, რომ აი 5000-ზე რო ავალთ რაღაცა მოსაფიქრებელი. მოიფიქრეთ. კი, არა. ამ ხალხის ახლა ჩვენ რაღაცა giveaways ვერ გავაკეთებ და ვერაფერს და ან მაგით ვერ დავკერავთ ჩვენ მაყურებელს. ცოტა სხვა 5000-ზე რო გავაკეთებთ აი იმ ვიდეოს რაც თქვა რაღაცა. რაღაც pay programming-ის ვიდეოს გავაკეთებთ საათნახევრია იმ pay programming-ი გაშერებული სკრინით. აი, ხო, ეგ არა. მადლობა მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. მადლობა.